რისი გაკეთება შეიძლება ადგილზე, უნდა გაკეთდეს და გადაწყდეს ადგილზე. ეგ უკვე თავისუფლება აღარა, როცა მის მაგივრად სხვა წვეთ. ჩვენ თავით ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს და არ გვეკუთვნის. ფუნქციო ქალაქები, ეს არის თავის ტკივილი იგივე თბილისისთვის. გამორიცხავს რეალური პრობლემების მოგვარებას. ეს იწვევს ადამიანების გაღარიბებას. პოლიტიკური ელიტა არენდობა ადგილობრივ მოსახლეობას. ჩვენ ეფექტური რეგიონული პოლიტიკა არ გვაქვს. მოსახლეობამაც კი არ იცის, ვის უნდა მიმართოს მათი პრობლემების მოსაგვარებლად. ქუთაისლების პრობლემები ქუთაისლებმა უნდა გადაწყვიტოს. 300 კილომეტრის იქით ზის ვიღაც, ვინც ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ნაკლებ შესაძლებლობები გვაქვს ქუთაისში. მოაგდებენ რაღაც ერთ-ორ პროექტს. ეს ხო ყველაზე კარგად ადგილზე იცის ხალხმა. საძირკველი ჩაუყაროთ რეალურ დეცენტრალიზებულ მმართველობას. მუნიციპალიტეტს ამისათვის უნდა ქონდეს თავის საკუთარი ფული. განსაკუთრებით არ უყვართ ეს ქალაქი. სასაცილოც არა, სათირაა, აი ძალიან სათირაა. დღეს ვიმყოფებით ქუთაისში და გვაქვს ძალიან საინტერესო საკითხები, რა არის ზოგადად დეცენტრალიზაცია და რა პოტენციალი აქვს თქვათ რეგიონს ამ მიმართულებით, რამდენად ესმის ზოგადად ქართულ საზოგადოებას დეცენტრალიზაციის მნიშვნელობა. სიტყვა დეცენტრალიზაცია გვესმის უკვე ათეული წლებია. ეხლა არც ისე პატარა ასაკისა ვარ, მაგრამ მე მაგალითად რეალურ დეცენტრალიზაციას არ მოვწრები ვარ და მით უმეტეს ეხლა როცა ამ ქალაქზე და ამ რეგიონზე ვსაუბრობთ, ძალიან კარგად ჩანს თუ რამდენად ცენტრალიზებულ გარემოში გვიწევს ცხოვრება. მე არ მახსენდება თემა ქალაქის სინამდვილეში, რომელიც თქვათ ცენტრთან შეუთანხმებლად მოგვარებულიყო და გაკეთებულიყო. ისეთი რეგიონი, ისეთი ქალაქი როგორც ქუთაისი, როგორც იმერეთია, ალბათ იშვიათად შეიძლება მოიძებნოს, იმიტომ რომ ამ რეგიონს და ამ ქალაქს აქვს უამრავი შესაძლებლობა, რომელიც საფაქტურად არ არის გამოყენებული. უბედურება ის არის, რომ ადგილობრივი ხელისუფლებები, რომლებიც ძირითადად დაკომპლექტებული არიან ნაცნობ მეგობრობით, რაღაც კლანური რაღაც კავშირებით, ხშირად არაკომპეტენტური არის კონკრეტული საკითხების გადაწყვეტაში, მაგრამ ამასაც რო თავი დავანებოთ, მათ სურვილიც არა აქვთ შეაწუხონ იგივე ცენტრალური ხელისუფლება და რაღაც მოითხოვონ, რაღაც უფლებები მოითხოვონ, იმიტომ რომ მათ არ ჭირდებათ უფლებები, ისინი უბრალოდ არიან შემსრულებლები და თანაც ძალიან ცუდი შემსრულებლები, რომლებიც ვერ აკეთებენ საქმეს ისე, როგორც თქვათ მოთხოვნა არის ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან და ეს კარგად ჩანს თუ კი ქალაქის ქუჩებში გაივლით და აი ელემენტარული ერთი მაგალითი ქალაქის ისტორიული ნაწილი რო ავიღოთ, ხო? ნუ ეს არის ხელშეუხებელი მარგალიტი, რომელიც საქართველოს გააჩნია. არაინტერესებს. ისე ხელშეუხებელი როგორც ხალხი. ეხლა უკვე რაღაც დაიწყო ადგილებში, დაიწყო მშენებლობები, უსახური პროექტები, რომელიც აბსოლუტურად ამოვარდნილი არის საერთო ლანდშაფტიდან. და მე უბრალოდ ხშირად ვეკითხები ისე როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას, ისე მაქვს კითხვები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიმართაც, რომ რატომ არ ინტერესდებიან, თქვათ, ამ ქალაქის ბედით. აი ისტორიულად რატომღაც მოხდა ისე, რომ ქუთაისი, რომელიც იყო გაერთიანებული საქართველოს პირველი დედაქალაქი, რომელსაც აქვს ყველანაირი გამოცდილება პოლიტიკური მართვის, აქ იყო განათლების სფერო, კულტურის სფერო. ფაქტურად არის გეუბნებით, ეს არის რაღაც ისეთი სინთეზი ყველაფრის ერთად, რომ უნიკალური, რომელიც უნდა ამაყობდე, ანუ ცენტრალური ხელისუფლებაც კი უნდა ამაყობდეს, რომ ესეთი ქალაქი გააჩნია. მაგრამ ფაქტურად გამოდის ისე, რომ როგორც ერთ დროს კონკრეტული ბიზნესმენის გამო რკინიგზა მოუარა ქუთაისს, აი ესე უვლის დღევანდელი ხელისუფლებას გვერდს ქუთაისს, აი რაღაც მოაგდებენ რაღაც ერთ-ორ პროექტს, მოსახლეობას შექმნან რაღაც ილუზია, რომ რაღაც კეთდება. და რეალურად არაფერი. და ალბათ სწორედ ამის ბრალია ყველაფერი ის, რომ ქალაქი და რეგიონი, რომელიც რეგიონი იმერეთი პირველი იყო მოსახლეობის მხრივ თბილისის შემდეგ და ქუთაისი მეორე ადგილზე იცლება და მოსახლეობის დიდი ნაწილი მიდის ან თბილისში, ან უარეს შემთხვევაში გადიან საზღვარგარეთ სამუშაოდ და ოჯახები რომ გადაარჩინონ. ქუთაისის პრობლემა ეს სიტყვა შეთანხმებაა თვითონ პრობლემა, იმიტომ რომ ქუთაისი გადაიქცა
ერთ დიდ პრობლემად. მრავალი წელია ეს ასე გრძელდება. ჩვენ მეორე ქალაქიდან გადავიქეცით მეოთხე ქალაქად. ქალაქი, რომელიც ბევრი რაღაცის საწყისი იყო საქართველოსთვის. მთავარი პრობლემა ალბათ არის ის, რომ დაიცალა ადამიანებისგან იმ პრობლემების გამო, რაც ადამიანს აიძულებს, რომ მიატოვოს ოჯახი, მიატოვოს საყვარელი ქალაქი, მიატოვოს ქუჩა და საქმე, რაც ამ ქალაქთან აკავშირებს. ეს არის არაკომპეტენტური, არა ქალაქმოსიყვარულე, არა პროფესიონალი ადამიანების ერთი დიდი გუნდი, რომელიც შემოესია ბევრი წელია ჩვენ ვაკვირდებით ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისგან, რომ განსაკუთრებით არ უყვართ ეს ქალაქი. ათეულობით წლების განმავლობაში ამ ქალაქის მისამართით გაისმა და დაანონსდა უამრავი დაპირება მასშტაბური, რომელიც არ შესრულდა 1%-ით. რაც ყველას წელ საქართველოში იგივე პრობლემები აქვს უთავის არა ქალაქი საქართველოში პრობლემა არ კონდეს, იგივე პრობლემები ქუთაისშიც. როგორც სოციალური, ეკონომიკის, ყველანაირი საკითხი აბსოლუტურად არის სრული სტაგნაცია, მით უმეტეს ქალაქი არანაირი დატვირთვა არ აქვს, თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, ბათუმის თბილისის რაღაც დატვირთვები აქვს, არის სრული სტაგნაცია. სასაცილოც არაა, სატირალი, ძალიან სატირალი, ძალიან ცუდი. არ ვიცი რას ფიქრობენ, არ ვიცი ვინ უნდა აკეთოს, მაგრამ ერთი ვიცი, რომ ხალხმა უნდა გამოიღვიძოს და ამ ქალაქმა და უნდა უთხრას, რომ ვქნათ ის, რაც ჩვენ ქალაქს ეკუთვნის, ჩვენ ქალაქს ერგება, ეს აკაკიწრეთის ქალაქია, გალაქტიონტაბის და ასე შემდეგ. ალბათ მართლობაში ინტელექტის ნაკლებობა არის, არა გათავისებული არის ქუთაისი, ეს უნდა გესმოდეს შინაგანად და ალბათ გააკეთებ მაშინ. სხვანაირად ვერ გააკეთებ, რომ მოხვიდე და გითხრათ მოდი შე ქუთაისის მერი იყავი, შენ ვერაფერს ვერ გააკეთებ, თუ არ გესმის რა, თუ არ შეიგრძენი, რა ტკივა, სატკივა, როგორ ტკივა, ცოტა რთული თემებია. რამაც ასე უცებ ერთი სიტყვით რა ქუთაისში რა იმდენი პრობლემებია, რომ დავიწყოთ ხვალდილამდე ვილაპარაკებთ და ხო ასე რომ ზოგადად ხედვა არ არის. არავის არ აქვს ხედვა რა გვინდა. სად მივდივართ და როგორ უნდა წავიდეთ. ამას რომ დავადგენთ დიაგნოზის და მედიცინის არ იყოს, მე გამოვწერთ წამლებს. აქ კულტურული რესურსიც არსებობს, ინტელექტუალური რესურსიც არსებობს, ცოდნე ხალხიც არის, უბრალოდ არ არის სათანადოდ გამოყენებული. ჩვენ ხშირად გვაქვს რაღაც შენიშვნები, ხო, რაღაც პროექტებთან დაკავშირებით, გვაქვს რაღაც იდეები ამ ქალაქთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა არც მე და არც ჩემს მეგობრებს, ვისაც ესეთი იდეები აქვს და ვისაც შეუძლია უბრალოდ რჩევა მოგცეს, არავინ არ გვეკონტაქტება, უბრალოდ რაღაც კეთროვანები ვითვართ. ანუ რეალურად რეგიონულ განვითარების გეგმაში რაც შედიოდა დღესდღეობით რამე სრულდება არსებული გეგმა. არაფერი, რაღაც ესე სპონტანურად რაღაც პროექტს, ერთი და იგივე პროექტები, რომლებიც სულ ყოველ წელს თავიდან კეთდება, უხარისხოდ, იხარჯება, რა ვიცი, მილიონებით თანხა, მაგრამ რეალური შედეგი არ ჩანს. იგივე ვთქვათ, ელემენტარულად მეცინება ხოლმე ძალიან ისეთ მოდაში შემოვიდა, ძალიან კარგია რეკრეაციული ზონები, აუცილებელი ძალი ქალაქისთვის და რატომ ხაც ახლა ეს ტენდენცია წამოვიდა, რომ პარკებს ვაკეთებთ. მაგრამ პარკები აღიქმება ჩვენ სინამდვილეში ხეების გარეშე, უნდა გაჩეხონ ხე, უაბეტონონ და უგემოვნოთ გააკეთონ, რომელიც მომავალ წელს ისევ გასაკეთებელია. როგორც ჩანს აქ მოთხოვნაზეც არის როგორც ჩანს აქ კარგი ფული კეთდება, რა ვიცი, ასეთ პროექტებში და ამის ეჭვის საბაბი და საფუძველი გვაქვს ჩვენ, რასაც ვხედავთ. და სპეციალისტების ჩართულობის გარეშე. ხო, რა თქმა უნდა, მაგალითად იგივე პარკში აუცილებელია ლანდშაფტის სპეციალისტი ჩართო და აი სახეზე გვაქვს ცენტრალური ბულვარი, რომელიც 16 მილიონი დაჯდა მისი რეაბილიტაცია და უკვე ამ რეაბილიტაციას მოყვა ის, რომ ჯერ ხო ხეები გაჩეხეს, უკვე იქ ჩრდილი აღარ არის და მეორე ის, რომ უკვე ხეებმა დაიწყო ხმობა. და ეს არის იმის ბრალი, რომ არ არის დრენაჟი და რაღაც სამუშაოები შესრულდა ცუდად. ყველას გონია რომ არის პარკი და მე ძალიან მეწინააღმდეგები ხუჩამ სწორად უწოდა ბულვარი ეს არის მე-19 საუკუნეში აქ მცხოვრები კათოლიკეების ძალიან დიდი წვლილით შესრულებული ფრანგულ მოდელზე გაშენებული ბულვარი ამიტომ არსებითად განსხვავდება ის რაღაც ჩვეულებრივი რიგითი ან სკვერისგან ან პარკისგან ან უბრალოდ მოსასვენებელი ადგილისგან ძალიან საინტერესო დინამიკა რაც მე-19 საუკუნეში მთელ საქართველოში იყო აი ქუთაისში ცენტრი იყო სწორედ ბულვარი
ბულვარი. აკაკი სახალხო პარლამენტს ატარებდა, ხალხი გადაწყვეტილებებს იღებდა, იკრიბებოდნენ და ქალაქის სპეცს წყვეტდნენ თავად. იქ იყო საციგურაო მოედანი, მე-19 საუკუნეზეა საუბარი. და ბევრი ისეთი ნიუანსური მარსელეზეს უსმენდნენ დილაობით, ესე იწყებოდა კულტურული ცენტრიც იყო. კულტურული ცენტრი იყო. კი, ამიტომაც მეწინააღმდეგები რომ ვინმე პარკი დაუძახოს მაგალითად. თუ მას დავარქმევთ პარკს და ეს ტენდენცია რაღაცას შინაარსის შეცვლის მიზნით გაუმარტივო და სხვა სახელი დაარქვა, ძალიან მარტივი პროპაგანდისტული ხერხია, რაღაცა სხვას დაარქმევ, გამოშიგნავ შინაარს და გაამარტივებ. იმიტომ რომ თუ პარკია, მაშინ უფრო პარკის კონცეფციით შევხედავთ, მაგრამ თუ ამხელა ისტორია, რომელიც გახსენებს, როგორი თვითყოფადი იყავი, როგორი თვითორგანიზებული იყავი, როგორი დამოუკიდებელი იყავი, თან ამ ბულვარის უკანა ნაწილში ფალიაშვილის ქუჩა იყო მთლიანად სავაჭრო უბანი, ხო? ეს ყველაფერი ერთმანეთად ბმაშია, გვაჩვენებს და გვახსენებს, რა იყო წვლილი აქ მცხოვრები კათოლიკეების, აქ მცხოვრები ებრაული თემის, რომლებაც ეს ქალაქი მნიშვნელოვნად განავითარა. რა თქმა უნდა, გიჟი უნდა იყო, რომ არ გინდოდეს ასეთი ისტორიული ადგილი იყოს უკეთესი. მაგრამ ეს უკეთესი რა არის? აი, როგორ გვესმის რემონტის კონცეფცია ჩვენ და მათ, რადგან ეს ყოფენ თვითონ რეაბილიტაციას რასაც უძახიან და პირად საუბრებში ხშირად თავადაც რემონტი წამოწდებათ ხოლმე და რემონტის სწორი ცნება. რაც მოხდა, ის იყო გარემონტება და ძალიან ბევრი სპეციალისტი არა მხოლოდ ადგილზე, არამედ ცენტრიდან მზად იყო, ჩამოსულიყო და კონსულტაციები გაეწია რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით. მაგალითად, მოსაზრებები წარედგინათ, როგორი განათება სჯობს. როგორ უნდა იყოს კამერების განლაგება. იქ რომ ამდენ ასწლოვანი ხეები არის მოჭრილი და უბრალოდ აქაურებსაც ხშირად ეცინებათ ხოლმე, რა თქმა უნდა, ლეგიტიმურად რა დროს ხეებია ადამიანები იმგვარად ცხოვრობენ, ეხა ხეზე დარდი, ცოტა ესეთი გაბანალურდა, მაგრამ რა ტიპის სულიც უნდა ეტარებია და ატარებდეს ბულვარი, საერთოდ აცდენილია კონცეფცია. ჩვენ ვიხილეთ სხვადასხვა სოციალური ქსელიდან აღებული, როგორც არის Instagram-ი, Pinterest-ი, ეგრეთ წოდებული რენდერები, სადაც რენდერზე გამოსახული ადამიანები იყვნენ ჩინელები. ჩინელი ადამიანები იყვნენ და გითხრეს, რომ აი ესეთი იქნება. ეს ესეთი იქნება, დადგა ხალხის ხმაურის შედეგად. ხალხმა მოითხოვა, როგორი იქნება. კითხვა გაჩნდა, როგორი იქნება. იქ რაღაც სანაყინე იყო ისტორიული, ბაღის კიდე იყო, რომელიც ამის გადაწყვეტილებას უშუალოდ მუნიციპალიტეტი იღებდა თუ ცენტრალური ხელისუფლებასთან ჩართულობა? ეს ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებია, როგორც გადაწყვეტილებათა აბსოლუტური უმრავლესობა, მაგრამ რაც იყო ნიშანდობლივი, ადამიანების ჩართულობა, რასაც ჩვენ მონაწილეობით დემოკრატიას უძახით, ეს იყო პრინციპში მთავარი მოთხოვნა. ეს იყო გელათის შემთხვევაში, ეს იყო ბულვარის შემთხვევაში, ეს იყო ჩარდახის შემთხვევაში, ეს იყო რიონისპირა სახლების შემთხვევაში. ყოველთვის ეს არის რეალური მოთხოვნა, რომ ჩაერთონ ერთი მხრივ მოსახლეობა და მეორე მხრივ სპეციალისტები. თუ არქეოლოგია საჭირო, ეს ვერ უნდა გადაწყვიტოს რიგითმა ბიუროკრატმა, ხომ ძალიან მარტივი არის. ამიტომ ყველა მოთხოვნა რა მაგალითიც არ უნდა ჩავსვათ და სხვა ქალაქებიც რო ავიღოთ, ფოთი, იმერეთის თუნდაც სხვა ქალაქი, ყველგან თავი მოთხოვნა არის ეს. ადამიანები არიან თუ არა პოლიტიკის კეთებაში. რაც რეალურად დეცენტრალიზაციის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმიც არის. ამისთვის გვინდა დეცენტრალიზაცია, რომ ძალაუფლება კონდეს ხალხს. რისი გაკეთება შეიძლება ადგილზე, უნდა გაკეთდეს და გადაწყდეს ადგილზე. და შესაძლებელია იყოს ის, რომ მაგალითად გარკვეულწილად აღმოჩნდება, რომ ეს ამ ადგილობრივი იდენტობის მოშლასაც უწყობს ხელს, იმიტომ რომ ის კულტურულ-სოციალური დატვირთვა, რასაც ატარებს ის ადგილი, თუნდაც მარტო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე არ ვლაპარაკობ, ხო გარკვეულწილად ეს ჩვენი მემკვიდრეობის ნაწილია და მათ შორის კულტურული მემკვიდრეობაც არის, იმიტომ რომ იდენტობის ნაწილია. როცა ამაში არ ვითვალისწინებთ, ეს არის იმის ბრალი, რომ გადაწყვეტილებებს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, რაც თქვა ქუთაისს უკავშირდება, რაც იმერეთს უკავშირდება, ღებულობს ვიღაც ადამიანი თბილისში, რომელიც საერთოდ არის ნამყოფი შეიძლება არ იყოს, მაგალითად. არა, ვერასწავლებს ბულვარის კონცეფციას რეალურად რისი მატარებელი იყო. არა, უამრავი ესეთი. კი, ყველა მაგალითი ასეთია, შეიძლება ასეც ითქვას. ჩვენ რაზეც ყოველთვის გვიწევს ხოლმე ნერვიულობა, როდესაც რაღაცას ეხებიან, საქმე მიდის იქამდე, რომ აი რაც შეიძლება ნაკლები ზიანით რო გამოვიდეთ ამ ყველაფრიდან და როდესაც ვიცხოვთ სპეციალისტების ჩართვას და აი ოქროს ჩარდახზე იყო ყველაზე მძლავრი
თვითმოთხოვნა სპეციალისტების მხრიდან. მაგალითად, არქიტექტურის ისტორიკოსი ერთადერთი ყავს ლამშთელ საქართველოში, თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ადამიანმა, რომელიც კეთილსინდისიერია და თავისი საქმის ფასი იცის, უყვარს თავისი საქმე, მზად არის გადადოს თავისი მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასეთ მნიშვნელოვან პროექტში მოითხოვოს ჩართვა, რომ უბრალოდ აზრი დაეკითხონ, რომ იქ არ განადგურდეს ავთენტური ადგილობრივი ნიუანსები. ამაზე თან გვიწევს ხოლმე ჩვენ ყოველთვის შეჯახება და ეს არის ყველაზე დიდი დისკომფორტი, რომ ვერ ვაჯერებთ ადამიანებს, რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიონალთა გუნდის ჩართულობა ნებისმიერ პროექტთან მიმართებაში. ყველა პროექტს ხო თავისი ხასიათი აქვს, რეაბილიტაციის გეგმაში არაფერი არ არის და მიზანში ცუდი, პირიქით ძალიან კარგია, მთელ ქალაქს ენდომება რეაბილიტაცია. რემონტი არის. მაგრამ რემონტი არ გვინდა, ძალიან მარტივი არის. ჩვენ უბრალოდ რეაბილიტაცია გვინდა. რეაბილიტაცია იმ გაგებით, რომ გამოიკვეთოს ქალაქის მთავარი სული. ოღონდ მხოლოდ ქუთაისს აქაც არ გულისხმობთ, გულისხმობთ ნებისმიერს და ხანდახან მგონია ძალიან უფანტაზიო ადამიანები, იმიტომ რომ ნებისმიერ ქალაქში რო შეხვიდეთ, თბილისს და ბათუმს არ გულისხმობთ, თუმცა იქაც შეიძლება თვითონ სივრცეები კარნახობენ სერნობის დროს, რა შეიძლება ყვირის, რომ აი აქ კარგი მუზეუმი შეიძლება იყოს, აქ ოკუპაციის მუზეუმი იქნება კარგი, აქ ის. თვითონ შენობები იძლევიან სიგნალს და რაც აბსოლუტურად სწორია და უნდა აღვნიშნოთ, ის არის, რომ ყველაზე მეტი ქუთაისელი ვიცი, ვინც იყენებს ფრაზას, რამში გაძულად ეს ქალაქი. ყველა პროექტი ამით ჯამდება, რომ ეს ასე რომ გააკეთე, რატომ გძულს შენი ქალაქი. თანამედროვე თავისუფალ სახელმწიფოებში ძალაუფლების გამიჯვნა არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რაზეც დაფუძნებულია ეს თანამედროვე სახელმწიფოები. ჰორიზონტალური ძალაუფლების გამიჯვნასთან ერთად მნიშვნელოვანია ვერტიკალური ძალაუფლების გამიჯვნა, რაც გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლება გამიჯნული უნდა იყოს ცენტრსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. ანუ ადგილზე ადამიანები დამოუკიდებლად უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებებს და ასევე გამიჯნული უნდა იყოს მათი უფლებამოსილება და სტატუსი კომპეტენციების მიხედვით. დღეს საქართველოში გვაქვს სამწუხარო რეალობა. კონსტიტუციაში, ადგილობრივ თვითმმართველობის შესახებ ორგანულ კანონში ან ზოგადად მმართველ პოლიტიკური ელიტის მიერ ხშირად ჩვენ გებულობთ, რომ საქართველო არის დეცენტრალიზებული სახელმწიფო. საქართველოს დეცენტრალიზებულ სახელმწიფოსთან და ამ პრინციპის დაცვასთან არანაირი კავშირი არ აქვს. რეალურად ჩვენი ქვეყანა არის კონცენტრირებული, ანუ დეკონცენტრირებული სახელმწიფო. მოჩვენებითი არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობა პარტიულ ინფრასტრუქტურაზე და პარტიულ პოლიტიკურ გავლენაზე დაფუძნებული და ადგილზე მოსახლეობის გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართულობა არის თითქმის ნული. ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს ქართული პოლიტიკური ელიტა არენდობა ადგილობრივ მოსახლეობას. მათი მთავარი სურვილია, რომ საქართველო იმართებოდეს თბილისიდან და ის კონტროლის მექანიზმები, რაც მათ შორის აუცილებელია და უკვე თქვი, ინსტიტუციურ გამიჯვნის ნაწილში ჰქონდეთ დამოუკიდებლად ადგილზე გადაწყვეტილებებს მიმღებ პირებს, ესეც ჩამორთმეული აქვთ. ამის მიზეზი არის პირველ რიგში უნდობლობასთან ერთად კომპეტენციის ნაკლებობა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კონტროლის მექანიზმები არ იქნას ხელიდან გაშვებული, რაც საბოლოო ჯამში ქმნის ვერტიკალურ ძალაუფლებას, თითქმის აღრეულია უფლებამოსილებები ცენტრსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. ადგილობრივი ხელისუფლება ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ იღებს პარტიული და ცენტრალური ხელისუფლების გარეშე. დღეს ყველა ძალაუფლება გამომდინარეობს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან და ყველა ძალაუფლება და ის უფლებამოსილება აქვს ცენტრალურ ხელისუფლებას და მხოლოდ ნარჩენი უფლებამოსილებები აქვს, ფორმალური უფლებამოსილებები აქვს ადგილობრივ თვითმმართველობას. ადგილზე გადაწყვეტილებების მიღება ვერ ხდება, ამიტომ ჩვენ ადგილზე პოლიტიკური გავლენის მქონე არც პოლიტიკური პირები გვყავს და არც პოლიტიკურად გავლენიანი თემები და საზოგადოებები, რომლებიც საბოლოო ჯამში უნდა ქმნიდეს ძლიერ ადგილობრივ თვითმმართველობას. ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობის გარეშე და ძლიერი ადგილობრივი საზოგადოების გარეშე, რომელსაც შესწევს უნარი დაუპირისპირდეს მათ შორის მმართველ პოლიტიკურ ელიტას, გამორიცხულია, რომ თანამედროვე თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფო შექმნათ. რეალური დეცენტრალიზაცია არის საფუძველი თანამედროვე სახელმწიფოში. თქვენ ვერ ჩამომithლით ვერცეთ თანამედროვე წარმატებულ ქვეყანას, რომელიც არ არის რეალურად დეცენტრალიზებული და არ არის განსაზღვრული სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობა. არ არის გამიჯნული უფლებამოსილებები ცენტრსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის და არ არის კომპეტენციათა ზღვარი დადგენილი. ასევე თუ როგორ უნდა განაწილდეს ის უფლებამოსილებები, რომლებიც არ არის დარეგულირებული, ან ის უფლებამოსილებები, რომლებიც არის
გათანაბრებული ან ორივე ვერტიკალის. ეს იქნება ცენტრალური ხელისუფლება თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები გადასაწყვეტი. ყველა შემთხვევაში ეს არის კანონით და ეს არის ნებით, პირველ რიგში პოლიტიკური ნებით გადაწყვეტილი. რეალურად დღეს ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. ეს არის პოლიტიკური ზეგავლენა, რომელიც ყველაზე უფრო აშკარა და ხელშესახები არის სწორედ ადგილობრივ დონეზე. საქართველოში დამოუკიდებლობის მიღების დღიდან სამწუხაროდ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ გამოუჩენია ნება იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე რეალური დეცენტრალიზაცია ჩაატაროს და პოლიტიკური დამოუკიდებლობა მიანიჭოს მუნიციპალიტეტებს. აქედან გამომდინარეობს ყველა სხვა პრობლემა, რომელიც დღეს აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას. ეს არის პირველ რიგში ფინანსური რესურსების სიმწირე. ადგილობრივი ბიუჯეტები უკვე ყბადაღებული თემაა და ესეთი გავრცელებული გამონათქვამია, რომ ბევრი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტზე უფრო ნაკლებია, მაგრამ სიმართლეა სამწუხაროდ ეს და ძირითადად ეს ბიუჯეტებიც ივსება ცენტრალური ტრანსფერებით. ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში ერთადერთი გადასახადი, რომელიც შედის, ეს არის ქონების გადასახადი და მასაც როგორც წესი განკარგავს ცენტრალური ხელისუფლება. მაგალითად, ცენტრალურ ხელისუფლებას შეუძლია ინვესტორი გაათავისუფლოს ქონების გადასახადიდან და მუნიციპალიტეტს არ აუნაზღაუროს არაფერი. შესაბამისად, ნებისმიერი ინვესტიცია, ნებისმიერი ეკონომიკური აქტივობა, რომელიც მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, მუნიციპალიტეტისთვის არის მხოლოდ თავის ტკივილი და არა ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა და პოტენციალი. ზუსტად ასეთივე მდგომარეობა არის, როდესაც ვლაპარაკობთ ჩვენ მუნიციპალურ ქონებაზე, მაგალითად, ხო, იქნება ეს, თქვათ, მიწები, რომლებიც უნდა გადაცემოდა მუნიციპალიტეტს ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული რეფორმის ფარგლებში. იქნებოდა ეს, თქვათ, სხვადასხვა შენობა ნაგებობები, ძირითადად ის მიწები და ის შენობები, რომლებიც მუნიციპალიტეტს გადაეცა, არის მხოლოდ მოსავლელი, აქეთ კიდევ თანხა არის ამაზე დასახარჯი, მუნიციპალიტეტს ემატება ვალდებულებები და ეს გადაცემული ქონება მას არ აძლევს შესაძლებლობას, რომ ეკონომიკური საქმიანობა განავითაროს. დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენ მუნიციპალიტეტებს თუ მივეცით ეკონომიკური დამოუკიდებლობა და პოლიტიკური დამოუკიდებლობა, არათანაბარი განვითარების რისკი უდგათ წინ. ეს ასე არ არის, იმიტომ რომ დღეს უკვე თანამედროვე სამყაროში აღარ არის მსოფლიო დამოკიდებული მაინდამაინც ნედლეულზე და მაინც ისეთი ტიპის რესურსებზე, რომლის მოპოვება, არ მოპოვება დამოკიდებული არის გარემო პირობებზე და გეოგრაფიაზე. ჩვენ შეგვიძლია ტექნოლოგიური ჰაბები გავაკეთოთ, ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი ინოვაციური იდეით დავტვირთოთ მუნიციპალიტეტები და თვითონ მუნიციპალიტეტებმა უნდა მოიფიქრონ, რისი გაკეთება შეუძლიათ. არსებობს კანონი საჯარო კერძო პარტნიორობის შესახებ, რომელიც მუნიციპალიტეტებს აძლევს უფლებას, რომ თვითონ იყვნენ ინიციატორები ასეთი პროექტების კერძო სექტორთან თანამშრომლობის, სადაც კერძო სექტორი ჩადებს გარკვეულ თანხას და განავითარებს ინფრასტრუქტურას, გზებს, ხიდებს და ასე შემდეგ, ხო? მე არ მახსენდება არც ერთი პროექტი, რომელიც დღეს მუნიციპალიტეტს განუხორციელებია ამ მიმართულებით, იმიტომ რომ საკმაოდ რთული პროექტებია და ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს, რომ ამის უფლება დაუშვან მუნიციპალურ დონეზე. გასაგებია რატომაც, ხო? საჭიროა რომ ცენტრმა აკონტროლოს ის რესურსები, რომელიც მოდის აი ასეთი ტიპის პროექტებთან ერთად. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც სწორედ პოლიტიკური დამოუკიდებლობის არქონას მოყვება, ეს არის მოსახლეობის ჩართულობის ძალიან განუვითარებელი ფორმები და ძალიან ფორმალური სახე. მოსახლეობის ჩართულობა არის ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელსაც ევროკავშირი მუდმივად აყენებს, როდესაც ლაპარაკი არის სხვადასხვა ტიპის რეფორმებზე, განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. ჩვენ ძალიან მდიდარი ისტორია გვაქვს თვითმმართველობის. ჩვენ თვითმმართველობა არ იწყება 90-იანი წლებიდან. ეს ითვლის საუკუნეებს თამამად შეიძლება ითქვას და ეს ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობას თემებს აქვთ ძალიან მაღალ განვითარებული უნარი თვითორგანიზების, პრობლემების გადაჭრის, გადაწყვეტილებების მიღების და ამ უნარს ჩვენ ნელ-ნელა ვაკარგინებთ მათ, როდესაც ვაჯერებთ, რომ ისინი ცენტრის გარეშე ვერაფერს ვერ შეძლებენ და ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება ეს, თქვათ, სკოლაში რემონტის გაკეთება თუ გზის შეკეთება, აუცილებლად უნდა გადაწყდეს ცენტრთან შეთანხმებით. ჩვენ უსმინეთ საზოგადოების წარმომადგენლებს, იმერეთის მკვიდრებს, რომლებიც საუბრობდნენ იმ პრობლემებზე, რაც იმერეთს აქვს, ძირითადად ამ პრობლემებს შორის არის სიღატაკე, უმუშევრობა, უპერსპექტივობა, ინფრასტრუქტურის პრობლემა და ასე შემდეგ. ყველა ეს პრობლემა რეალურად არის ერთი ავადმყოფობის მიზეზი, რეალურად თვითმმართველობის არარსებობის მიზეზი. და როდესაც თვითმმართველობაზე საუბრობთ, ხშირად ხმარობთ მეც მათ შორის რაღაც უცხოს სიტყვებს, დეცენტრალიზაცია
დეკონცენტრაცია ძალაუფლების და ასე შემდეგ ეს ყველაფერი სწორი სიტყვებია, მაგრამ ქართულად ეს ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივად თქვა ილია ჭავჭავაძემ ლელთხუნიას პირით, რომ ჩვენ თავით ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს და არ გვეკუთვნის ახლა და ამაში არ იგულისხმებოდა მხოლოდ ეროვნული დამოუკიდებლობა, აქ იგულისხმება ისიც, რომ ადამიანებს თავისი თავი თვითონ უნდა ეკუთვნოდეთ და მეტი როლი ჰქონდეთ საკუთარი ბედის გადაწყვეტაში. ჩვენ სახელმწიფოში ეს ასე არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ვიმკვით საბჭოთა ტოტალიტარიზმის შედეგებს, ჩვენს ორგანიზმში ჯერ კიდე ძალიან მყარად არის გამჯდარი აი ეს საბჭოთა ტოტალიტარული ზემოდან ქვემოთ მართვის სისტემა, ეს განაპირობებს მერე იმას, რომ ადგილზე პოლიტიკას ფეხები არ აქვს, ადგილზე მოქალაქეები ჩართულები არ არიან პოლიტიკურ პროცესში და რადგან არ არიან ჩართულები პოლიტიკურ პროცესში, მათ არ აქვთ არც ის ძალა, რომ რამე მოითხოვონ და ანგარიშის ჩაბარება მოთხოვონ და ამის შედეგებს ჩვენ ხედავთ ყველგან. კორუფციის სახით, დანგრეული ინფრასტრუქტურის სახით, დანგრეული სკოლების სახით. ანუ რეალურად ხო საქმე მარტივად დგას ახლა. როგორ შეიძლება ვისაც ეხება, მაგალითად ქუთაისელს რო პრობლემა ეხება, ის პრობლემა უკეთესად გადაწყვიტოს თბილისელმა, ხო, ვისაც ეხება, მას უფრო ანაღოლებს ის პრობლემა, ვიდრე თბილისში ბიუროკრატს და ეს არის მე აი ამ საყოველთაო უპატრონობის მიზეზი, რასაც ჩვენ ვაწყდებით აი სტიქიური მოვლენებისას. აი გურია რო იყო უპატრონოდ მოტოვებული, რეალურად ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც თვითმართველი ხელისუფლება, თვითმართველობა, რასაც ქვია, ის რეალურად იმ ხალხის წინაშე კი არ არის პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული, რომელიც მას ნომინალურად ირჩევს, არამედ ცენტრის წინაშე. ამ ხალხის ინტერესებს კი არ წარმოადგენს ცენტრთან, არამედ ცენტრის ინტერესებს წარმოადგენს ამ ხალხთან და ეს განაპირობებს, ანუ სასამართლოსთან ერთად თვითმმართველობის რეფორმა არის ის ძირითადი კურნალობა, რითიც უნდა ვუნკურნალოთ ჩვენი სახელმწიფოს სნეულ ორგანიზმს იმისთვის, რომ ჯანსაღი სისტემა დავამკვიდროთ, რესპუბლიკური სისტემა დავამკვიდროთ, როდესაც ძლიერი თვითმმართველობა გაქვს. ამ შემთხვევაში ანგარიშვალდებულება თვითონ მმართველის ბუნებრივია, გაზრდილია მოსახლეობის წინაშე, როდესაც რეალურად ადგილზე მოსახლეობა ირჩევს თავის მმართველს. მას მეტი ძალა აქვს, მის სიცოცხლეს მეტი ფასი აქვს, მის ჯანმრთელობას მეტი ფასი აქვს, მის სურვილებს მეტი ყურადღება ექცევა. ანუ ჩვენ უნდა ავაშენოთ სახელმწიფო ქვემოდან ზემოთ. ეს არის რესპუბლიკური წესრიგი, როდესაც ერთი მხრივ ჰორიზონტალურად, ხოლო მეორე მხრივ ვერტიკალურად დაყოფილი და გაწონასწორებულია ძალაუფლება. ქუთაისს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, მათ შორის აუცილებლად მინდა გამოვყო ქუთაისის ეგრეთ წოდებული ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის კავშირის არ ქონა ქუთაისის მოსახლეობასთან. ჩვენი მოსახლეობა არის მიტოვებული, არის პირდაპირ კავშირის არ მქონე ამ ადამიანებთან, იმიტომ რომ ჩვენი მოსახლეობა უბრალოდ არ არის მათი მხარდამჭერი. ქუთაისის თვითმმართველობის მხარდაჭერას, ქუთაისის თვითმმართველობის გან კომუნიკაციას ღებულობენ მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც კონკრეტული პარტიული კუთვნილება გააჩნიათ. შესაბამისად, ჩვენ ვართ ამ ტყვეობაში და ამ წრეში მოქცეული, რაც გამორიცხავს რეალური თვითმმართველობის გაძლიერებას, გამორიცხავს რეალური პრობლემების მოგვარებას, გამორიცხავს იმას, რომ ადამიანებმა თავი იგრძნონ პასუხისმგებლიანი ხელისუფლების პირობებში და გამორიცხავს იმას, რომ ადამიანებმა თავის ქალაქში, ამ ქალაქის მოქალაქედ იგრძნონ თავი. ქუთაისელებს ბევრი პრობლემა აწუხებს, მაგრამ გამოვყობდი ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას, როგორიც არის უპერსპექტივობა, რომელიც ასევე ნიშნავს სამსახურის არ ქონას, ანუ უმუშევრობას ძალიან მაღალი დოზით და თავისთავად ცხადია, როდესაც ქალაქში არ იქმნება ახალი დასაქმების ადგილები ან კარგად ანაზღაურებადი დასაქმების ადგილები, ბუნებრივია, ეს აჩენს შესაძლებლობას იმისათვის, რომ ხალხმა ეძებონ სხვა შესაძლებლობები და სხვაგან. ეს ამცირებს მოსახლეობის რაოდენობას და თავისთავად ცხადია, იწვევს ეკონომიკურ დაბალნიშნულს, ქალაქის სიკვდილს, თვითმმართველობებს არ გააჩნიათ სრული პასუხისმგებლობები. მათი კომპეტენციები არის ძალიან შეზღუდული, ისინი არ არიან ანგარიშვალდებული საკუთარ მოსახლეობასთან და თავად ამ მოსახლეობამაც კი არ იცის, ვის უნდა მიმართოს მათი პრობლემების მოსაგვარებლად, რომელთა დიდი ნაწილი არც შედის ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში. ამიტომ ხალხი, როდესაც მიმართავს თვითმმართველობას, ისინი არიან გადამისამართებული ყველაზე კარგ შემთხვევაში და ყველაზე ცუდ შემთხვევაში პასუხი საერთოდ არ აქვს. შესაბამისად, ადამიანებს აქვს დაკარგული იმედი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა რაიმეს მოუგვარებს, ან რაიმის მომგვარებელია და არასდროს არ მიმართავენ მათ.
როგორ ფიქრობთ, დეცენტრალიზაციის ნაწილში კონკრეტულად იმერეთს და ქუთაისზე რო ველაპარაკოთ ფინანსურად, რამდენად აქვს რეგიონს თქვათ ის რესურსი, რომ თავად შეინახოს თავი და რა პოტენციალი გვაქვს და რა რესურსები გვაქვს? ძალიან მნიშვნელოვანია. აი, მოდი დავიწყოთ იმით, რომ ფოგიმ რაც თქვა, ბულვარის რეაბილიტაცია კომიკურია, თუმცა ბულვარის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდმა და არა ქუთაისის მერია. აქ არ მიუღიათ მონაწილეობა. იგივე იყო რამოდენიმე წლის წინ ეგეთი შემთხვევა, როდესაც გელათის ტრაგიკული ბედი ყველამ ვიცით, გელათის გადარჩენის კომიტეტმა გელათის გადარჩენაზე კონფერენცია გამართა თბილისში. რამოდენიმე თვის წინ ქუთაისში დაანგრიეს ორსაუკუნეოვანი საგუბერნიო ციხე, სადაც შეიძლებოდა ძალიან კარგი ტურისტული ატრაქციის საზოგადოებრივი ცენტრის მიღება და იმ ადგილას ორსაუკუნეოვანი ციხეს და საგუბერნიო ციხესთან ერთად დაინგრა მათ შორის გაბრიელ ეპისკოპოსის ნაკურთხი ეკლესია და იმ ადგილზე აპირებენ კორპუსების აშენებას. არის ისტორიულად ძველი უბანი და შეიქმნება, როდესაც კორპუსები აშენდება, სატრანსპორტო კოლაფსი. როდესაც ეს ტერიტორია გაიყიდა, შემოსული თანხა შემოვიდა არა ქუთაისის ბიუჯეტში, არამედ წავიდა ცენტრალურ ბიუჯეტში, რაც ყველაფერზე მეტყველებს. როდესაც დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობაზე ვსაუბრობთ, ეგ არის თავისუფლების განუყოფელი ნაწილი ჩემთვის. თუ ადამიანთა ჯგუფი ვერ წყვეტს მის ირგვლივ როგორ მოაწყოს მისი ცხოვრება, როგორი უკეთესი ცხოვრების პირობები როგორ შეიქმნას, ეგ უკვე თავისუფლება აღარ არის, როცა მის მაგივრად სხვა წყვეტს ამას. საკრებულოები, რომლებიც ფორმალურად გვაქვს თეთრ საქართველოში, ისინი იქცნენ უბრალოდ ნოტარიუსებად, ცენტრი რასაც ეტყვის, უბრალოდ ამტკიცებენ ამას ხელის აწევით. ქუთაისის გარდა რომ ავიღოთ თუნდაც ფოთი, ალბათ ფოთში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფული ტრიალებს, მაგრამ ფოთში შევხვდებით ყველაზე მეტ მოუწესრიგებელ გზას, ყველაზე ცუდ ინფრასტრუქტურას. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ცენტრს მიაქვს თანხები, ადრე იყო გათანაბრებითი ტრანსფერი, დღეს თუ კი ჩავხედავთ საბიუჯეტო კოდექსს, წერია ასეთი რამ, რომ დამატებული ღირებულების გადასახადი ნაწილდება რეგიონების მოსახლეობის და ტერიტორიის ფართობის მიხედვით. ტერიტორია შეიძლება არ შეიცვალოს ასე სწრაფად, მაგრამ ადამიანი რაციონალური არსება და ის ცდილობს, რომ თუ თვითონ ვერ შეძლებს მის ირგვლივ მოიწყოს საუკეთესო ცხოვრების პირობები, უფრო ახლოს თუ ვერ იქნება იმ სერვისებთან, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, ცდილობს, რომ თვითონ წავიდეს იქ, სადაც უკეთესი სერვისია და ამ შემთხვევაში მიდის თბილისში. დეცენტრალიზაციის პრობლემა არ არის მხოლოდ რეგიონების დაცლა. პრობლემა შეეხება ცენტრს თვითონ თბილისსაც, იმიტომ რომ როდესაც ის იზიდავს უფრო და უფრო მეტ ადამიანს, შესაბამისი ფორმულით რაც გვაქვს საბიუჯეტო კოდექსში, უფრო ნაკლები თანხა რჩება რეგიონებში და სულ უფრო მეტი სტიმული უჩნდება ადამიანებს, რომლებიც იმყოფებიან რეგიონებში, რომ წავიდნენ ისევ ცენტრში და ეს მსგავსება, როგორც უკვე დაამკვიდრდა სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში გამოთქვა, რომ თბილისი იქცა თავკომბალად. თვითმმართველობას როგორ ექცევა ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებელი პირები, ჩანს ძალიან კარგად 2021 წლის არჩევნების მაშინდელი პრემიერ-მინისტრის განცხადებიდან, როდესაც მეორე ტური იყო სენაკში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების და ყობა ნაყოფია იყრიდა კენს, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რა შანსი აქვს ყობა ნაყოფიას, ჩვენ გარეშე ორ ნაბიჯსაც ვერ გადადგამს, იმიტომ რომ ცენტრალური მთავრობა გვეკუთვნის ჩვენ, ბიუჯეტი გვეკუთვნის ჩვენ. ანუ აქედან ჩანს, რომ თუ თვითმმართველობები არ დაუჯერებენ ცენტრს, ამ შემთხვევაში დაისჯებიან და მათ აღარ ექნებათ ფინანსური რესურსები, რაც ძალიან მტკივნეულია, სამწუხაროა. მე მესმის, რომ ამ ქვეყანას აქვს ტრავმა, ზედმეტი თავისუფლებას ვერ აძლევს რეგიონებს სეპარატისტული საფრთხიდან გამომდინარე. თუმცა ამას მათრახი ვერ შველის და დაფინანსების შეკვეცა ვერ შველის, ჩვენ ამ ადამიანებს, სადაც შეიძლება ეს პრობლემა, უნდა შევთავაზოთ უკეთესი ცხოვრების პირობები, რომ მათ არ გაუჩნდეს სურვილი სხვა ქვეყნისკენ გახედვის და აქ ინტეგრაციის სურვილი გაუჩნდეთ, ქართული ენის სწავლის სურვილი გაუჩნდეთ. დღეს რაც აწუხებს ამ ქვეყანას და თითოეულ რეგიონს, ფუნქცია არ აქვს, არც ერთ რეგიონს. მხოლოდ ფუნქციური რეგიონი არის მხოლოდ ბათუმი და მისი შემოგარენი და არის თბილისი. დანარჩენი არის უფუნქციო რეგიონები. მათ შორის კარგი მაგალითია უფუნქციობის ქუთაისი, რომელიც 2012 წლიდან მეორე ქალაქიდან იქცა მეოთხე ქალაქად და ისევ მილევად რეჟიმში არის. ალბათ ქუთაისისთვის კარგი იქნება თუ დაბრუნდება პოლიტიკური ცენტრი, იმიტომ რომ თავისი მაგია აქვს პოლიტიკურ ცენტრს, პარლამენტს და მთავრობას, რომელიცაც შემდეგ გადმოყვება მოსახლეობა და როდესაც გაჩნდება ამ ქალაქში პერსპექტივა ადამიანების დაბრუნების, მერე უკვე ჩაითვლება თვითგანვითარების მექანიზმი. დღეს მდგომარეობით თვითგანვითარების მექანიზმი არ აქვს არც ერთ რეგიონს, გარდა ბათუმისა და თბილისისა ამ შემთხვევაში.
ფუნქცია დაკარგა ქუთაისმა, რა ვიცი, ალბათ ადრე უფრო დატვირთული იყო ეს ქალაქი. ნუ პარლამენტთან დაკავშირებითაც ვიტყვი, რომ ეს არ იყო მარტო შენობა, ალბათ ამას მოყვებოდა ბევრი სამსახურის, ნუ იქ წამოვიდოდა ბრუნვა ფულის და ნუ ხალხმა ვერ გაიგო მაშინ და ამბობდნენ, რომ რა თქვინდა პარლამენტი, ნუ აზრი არ იცოდა რა უმრავლესობამ და მერე ვინც გაიგო უკვე კი უნდათ, მაგრამ მერე უკვე ეს იდეა აღარ განახორციელეს, მაგრამ მე მგონი ეს გააცოცხლებს ქალაქს და ეხლა რო იყოს მაგალითად ამ წუთას ქუთაისში პარლამენტი, ალბათ ეს იქნებოდა პოლიტიკური ცენტრი. მიგრაციის პრობლემა აქედან მოდის, ხო, ფუნქციას როცა კარგავს ქალაქი და აქ ვერ საკვდები, ძირითადად თბილისში მიდიან ადამიანები, თუ ვინმე საქართველოში რჩება, დანარჩენი მიდიან საზღვარგარეთ. გადამამუშავებელი მაქვს, თხილის გადამამუშავებელი და გლეხებთან მაქვს შეხება და იმ გლეხებმაც მიატოვა უკვე პლანტაციები რა ხდება წამალი მაგალითად ფაროსანის წამალი კეთდება აგერ თურქეთში ახლოს ჩვენ საზღვართან და მე პირადად ვცდილობ ამდენი წელია შემოვიტანო ის ხარისხიანი წამალი მაგრამ ამის საშუალება ნუ არ მეძლევა იმიტომ რომ არის ბევრი დაბკოლებები გლეხამდე არ მიდის ხარისხიანი წამალი და იყიდა გლეხმა ეს ფარშივი წამალი შეწამლა ცალკე ფული დახარჯა, ცალკე ენერგია და ნუ შედეგი ვერ მიიღო და გადაწყვიტა მიატოვა რა პლანტაცია, რომ შემოდიოდა სიტყვაზე წელიწადში 700 ტონა თხილი, 1000 აღარ შემოდის რა. ნუ ეს იწვევს ადამიანების გაღარიბებას რა და პირადად მე სოფლის მეურნეობასთან ხშირი შეხება მაქვს და 5 ტონა თხილი მოყავდა უკვე ბერს და 5 ტონა თხილი ნიშნავს 60.000 ლარს რა, კარგი ხარისხიანი. 60.000 ლარი რო გავყოთ თვეზე 5.000 ლარი შემოსავალი და ის გლეხი მე ხმას აღარ მოგცემს 50 ლარა და ამიტომ უნდა თამათ ეს მიზან მიმართულად აკეთებენ რომ გლეხი სოციალურად დაუცველი გახდეს და მე აშანტაჟონ იმით და ხმის მიცემაზე ამითი მოქმედო რა. თუ არა ის 5.000 ლარიანი შემოსავალი რო ექნება გლეხს, ის ვერ მოისყიდი 50 ლარად. იმას უკვე თავისი ამბიციები გაუჩნდება და ნუ ეს ბიზნესა მხოლოდ თქვა პირდაპირ რომ მაშინ დავიღუპეთო საზღვრები რო გაიხსნაო და კაი ცხოვრება ნახა ქართველმა კაცმაო და მე მოუნდა კაი ცხოვრება. ხშირად მესმის მე ძალიან ბევრი ქუთაისელისაგან და არა მარტო ჩემი ქალაქის კედრისგან რა შეუძლია ქალაქმა გააკეთოს და რა რესურსი აქვს, ხო? რესურსი არის უამრავი. ჯერ თავიდან დავიწყოთ რომ ქალაქის მდებარეობა ქვეყნის შუაგულში არის და აი ძალიან ადვილი არის აქ რაღაც ლოჯისტიკური ცენტრები იყოს და აქედან მთელი საქართველო დაფარო, ხო? მე მაინც დაუბრუნდები ორი სიტყვით პარლამენტის საკითხს, იმიტომ რომ ძალიან ცუდად მახსოვს ერთ-ერთი ყოფილი ოცნების წევრის ნათქვამი პარლამენტი უნდა იყოს ხალხთან. და ამით უკვე არ ვიცი, ყველაფერი თქვეს ალბათ, იმიტომ რომ ხალხი მას მიაჩნდა რომ მხოლოდ თბილისში ცხოვრობს და ქუთაისში და სხვა რეგიონებში, ნუ არ ვიცი, მისი აზრით ვინ ცხოვრობდა. უშუალოდ ინიციატივა უნდა მოდიოდეს თვითმმართველობებისაგან, მაგრამ აი მაგალითად გეტყვით, რომ რაღაც პროექტი კეთდება, ხო, აკეთებს მუნიციპალური განვითარების ფონდი რაღაც კონკრეტულ პროექტს და ჩვენ ვეკითხებით თვითმმართველობას ამ პროექტთან დაკავშირებით რამეს. პასუხი არის, იცი რა, ჩვენ ეს არ გვეხება. არ ეხებათ და არც აინტერესებთ კონკრეტულად ჩაერიონ თუ რამე დარღვევით კეთდება მიმართონ იგივე ცენტრალურ ხელისუფლებას ამ პროექტში რაღაც შესწორებებისთვის, გამოსწორებებს და ასე შემდეგ. უდიდესი ტურისტული პოტენციალი გააჩნია ამ ქალაქს. ბუნებრივი ირგული იმერეთი და არა მარტო იმერეთი დატვირთული არის როგორც კულტურული, ისე ბუნებრივი ძეგლებით და ძალიან ადვილია იქ ქუთაისიდან მოხვედრა. მდინარეების იქნება ეს მღვიმეები, იქნება ისტორიული ძეგლები და ასე შემდეგ. კულტურის კუთხით ძალიან დიდი პოტენციალია. უამრავი ახალგაზრდა არის ცხოვრობს ამ ქალაქში, რომლებსაც არ ეძლევათ თვითრეალიზაციის საშუალება. თანდათან მცირდება სივრცეები, სადაც შეიძლება ახალგაზრდებმა თავიანთი შემოქმედებითი ნიჭი და არა მარტო ახალგაზრდებმა, იმიტომ რომ მეც ახლა საკმაოდ ასაკი მაქვს და ჩვენთან შეიქმნა სამოქალაქო თეატრი, როდესაც მე ვთამაშობ. მაგრამ ჩვენ არა გვაქვს სივრცე
სადაც თქვა სპექტაკლებს გავმართავთ და გვიწევს ან სასტუმროში, ან სადღაც. ანუ არსებული თეატრი და არსებული ომის რეალურად ართმობს ამ სივრცეს. იმდენად დიდი არის იჯარა არსებული თეატრის დარბაზის იჯარა, რომ ამას ალბათ ესეთი საინიციატივო ჯგუფები და ისინი ვერ შეძლებენ ფინანსურად ვერ გაწევებიან ამ ყველაფერს. არ არის საკონცერტო დარბაზი, არ ეძლევა ახალგაზრდებს კონცერტების გასვლის საშუალება და როცა შენ ამას პრაქტიკაში ამ შენ ნიჩს ვერ იყენებ, რა თქმა უნდა, შეფა შტაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი არ არის. არანაირ სინამდვილეში ეს არის და თუ კი ამის გამომზეურების საშუალებას მისცემენ ამ ქალაქს, ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი გამოჩნდება ამ ქალაქში, რომლებიც არ წავლენ აქედან და დარჩებიან. საგანმანათლებლო ცენტრი, როცა ჩვენ ქალაქში გვაქვს რამდენიმე უნივერსიტეტი, ხო, რომელიც შეიძლება მიბმულიყო იგივე პოლიტიკურ ცენტრთან ერთობლიობაში ძალიან დიდ საქმე გაკეთდებოდა ამ ქალაქისთვის და მე უბრალოდ არ მესმის, რატომ არ ესმით ცენტრალურ ხელისუფლებაში ის, რომ ესეთი უფუნქციო თვითმმართველობა და უფუნქციო ქალაქები ეს არის თავის ტკივილი იგივე თბილისისთვის. იმიტომ რომ აქ შექმნილი პრობლემები მე რაღაც გართულებული საკითხების მოგვარებას უკვე ძალიან დიდი შრომა ჭირდება და შეიძლება გამოუსწორებელ შედეგებამდე მივდივართ. ინგრევა ქალაქის ისტორიული ცენტრი და აი შეხება მაქვს ტურისტებთან და როცა ჩამოდიან ქუთაისში და არა მარტო უცხოელები, არამედ ქართველები სხვათა შორის, რომლებიც არ იცნობენ ამ ქალაქს თურმე გამოდის, ხო? უკვირთ, ვა, რა ევროპული არქიტექტურა, როგორი სხვანაირი ყოფილა. კი, ნამდვილად არის, ხო, ნამდვილად არის ევროპული ეს ქალაქი და ყოველთვის ასეთი იყო და როცა ვლაპარაკობდით ბულვარზე და ფროკი მახსენა რომ ფრანგული გავლენა, ეს შემთხვევით არ ყოფილა, იმიტომ რომ ქუთაისში მე-19 საუკუნეშიც კი გაიგონებდით კაფეებში და ბარებში ფრანგულად მოსაუბრე ქართველებს. ეს არა იმიტომ რომ თქვათ რაღაც იპრანჭებოდნენ, არა, უბრალოდ მათ კავშირები ჰქონდათ ევროპასთან და კომუნიკაციისთვის ეს ყველაფერი ჭირდებოდათ. ესე რომ ამ ქალაქში არის ძალიან ბევრი რესურსი და რეგიონში მით უმეტეს არის ძალიან ბევრი რესურსი, რომელიც შეიძლება იქნას აუთვისებელი, ყამირია აბსოლუტურად და არც აინტერესებს ცენტრალურ ხელისუფლებას. ეხლა შემოგვიგდეს რაღაც პროექტი ტექნოლოგიური ჰაბის პარლამენტის შენობაში აკეთებენ, რომელიც წლებია უფუნქციოდიყო ეს შენობა და რამდენად გაამართლეს ახლა ეს ყველაფერი ჯერჯერობით არ ვიცით, ეს იქნება ბუტაფორია თუ იქნება უნივერსიტეტთან მიბმულია ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან? ჯერჯერობით ჩვენ არ არის მიბმული, ცალკე კეთდება, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ესეთი ზუსტი ინფორმაცია ვიცით უბრალოდ რომ რაღაც ჰაბი ან ჩართულობა ადგილობრივი ამ შემთხვევაშიც არა. არანაირი ყოფილი შენობაში. ხო, უბრალოდ ადგილობრივი თემის ჩართულობა განვითარებაში ხალხში ცენტრალურ ხელისუფლების მიერ კეთდება და კონცეფციას განვითარება და გადაწყვეტილებაც მთლიანად რაღაც ფრაგმენტული ინფორმაციები გამოვიდა და კონკრეტული ინფორმაცია ბიუჯეტიც როდესაც მტკიცდება, ბევრჯერ განიცდის დაუშვათ მუნიციპალური ბიუჯეტი ცვლილებას და თავიდან მდგება ისი შესაძლებლობაც აქვს მუნიციპალიტეტს და შემდეგ ტრანსფერების სახით კაპიტალურ ტრანსფერს მუნიციპალური განვითარების ფონდი აძლევს, რომ აი თქვენ ეს გზა უნდა გააკეთოთ, მაგალითად ეს ხიდი უნდა გააკეთოთ. ძალიან ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, ჭავჭავაძის გამზირი არის ამ ქალაქში, რომელიც სანამ ავტობანი გაიხსნებოდა საერთაშორისო შიდა გადაზიდვებისას გამოიყენებოდა, როცა ქუთაისის მუნიციპალიტეტმა კი არ გააკეთა ეს ტროტუარები და გზა გააკეთა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაუშვათ, რაც ნიშნავს იმას, ქალაქში შიგნით ინფრასტრუქტურა. თვითონ ქალაქში შიგნით და დამოკიდებული არის ეს ნაბიჯ იზრდება ხოლმე. ბოლო წლებში შეინიშნება პროგრესი მაგ მხრივ, თორემ ძალიან დიდხანს ქუთაისის ბიუჯეტი ბევრად ნაკლები იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტზე. აი თქვენ როცა თქვით, რომ პარლამენტი შეიძლება ვერ ყოფილიყო გამოსავალი. ამაში ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ 2013 წელს, როდესაც ქუთაისში პარლამენტს უნდა დაეწყო ფუნქციონირება, მაშინვე ითქვა პირველივე სხდომაზე, რომ არ შეიძლება აქ დარჩეს პარლამენტი, შესაბამისად ადგილები, რომელიც მონიშნული ქონდა ბიზნეს, დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ესენი გაუქმდა, იმიტომ რომ მოლოდინი გაჩნდა, რომ აქ ეგ პროექტი აღარ იქნებოდა. აეროპორტი ახსენეთ და თუ სწორად მახსოვს, ქუთაისის უნივერსიტეტმა ახლა უკვე ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტია გააკეთა
კვლევა. დღეს ცოცხლობს აეროპორტი აცოცხლებს ქუთაისს და გააკეთეს კვლევა, აი ქუთაისის აეროპორტში ჩამოსული სტუმარი რამდენ ხანს რჩება ქუთაისში და ეს ერთი დღე ან ერთ დღეზე ოდნავ მეტი იყო, ორი დღეც არ იყო საშუალოდ როცა დაათვალეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქალაქში ბევრი საინტერესო რამ არის, თუმცა არ არის ინტერესი სტუმრის, რომ ანუ ტრანზიტის ფუნქციას ასრულებს რეალურად ამ შემთხვევაში და მიზიდულობის ცენტრად ვერ იქცევა ბოლომდე. ტრაგიკულია და მე ვინიშნავდი ხოლმე, რამდენ რამეს დაპირდნენ 2012 წლიდან დღემდე ქუთაისს, იყო დაპირებები რიონის პირას სახლები, რომლებიც არის ავთენტური ქუთაისის და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არის, ის დღემდე იშლება, ნადგურდება და რეაბილიტაცია ჯერ კიდევ არ არის დაწყებული, თუმცა დაპირება იყო. უშუალოდ პარლამენტის შენობას რაც შეეხება დაპირდნენ და უშუალოდ რომ ჯერ ეუბნებოდნენ რომ არ გადავა აქედან პარლამენტის შემდეგ ირგვლივ შემოგარენში ცენტრალური ხელისუფლება დაპირდა რომ ინვესტორს მოუყვანდა ადგილობრივ ხელისუფლებას და რამდენიმე მილიონიან ევროს ღირებულების ოცნების ქალაქს ააშენებდნენ. შემდეგ საერთოდ სასწაული თქვეს რომ საპოლიციო ჰაბი უნდა გაკეთებულიყო. ვერავინ ვერ ხვდებოდა რას ნიშნავს საპოლიციო ჰაბი. საქართველოს საპოლიციო ჰაბი. ხო, არ ვიცი რა საჭირო იყო. ხო, რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, ქუთაისის აეროპორტის პოტენციალი განვითარება შეიძლება და მათ შორის რაღაც კუთხით ესეც მუშაობდნენ რომ ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი გააკეთეს, რომელიც დიდი ზომის ფიქრობებს მიიღებს. ჩვენ თუ შევხედავთ ამ ქუთაისს და საქართველოს მასშტაბს ცოტა გეოპოლიტიკური გადასახედიდან, ნახავთ რომ შუა დერეფანი, რომელიც უკვე იკრებს ძალებს და ძალიან დიდი ტვირთები გადაიზიდება საქართველოს გავლით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი თავის ფუნქციას შეიძენს, რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტთან ერთად, იმიტომ რომ აქ შეიძლება გაკეთდეს მშრალი ტვირთების ტერმინალი, ქუთაისში ასე ვთქვათ, ერთგვარი გზაჯვარედინია და ჰაბი იქნება ამ შუა დერეფნის და შეიძლება გაკეთდეს საჰაერო ტერმინალი, მიუხედავად იმისა, რომ ძვირია საჰაერო გადაზიდვები დღევანდელ ეკონომიკაში, გლობალურ სამყაროში, სისწრაფეს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ეს კიდევ დამატებით შემოსავლებს ადგილობრივ მოსახლეობას და დასაქმების საშუალებასაც მიცემს. როგორმე ფუნქცია უნდა გამოინახოს რეგიონების, რომ თვითმმართველები გახდნენ. ჩვენ ვერ ავიღებთ უცებ ერთიანად და ვერ ვეტყვით დაუშვათ ქუთაისს, ტყიბულს, ხონს, სამტრედიას, რომ მოდით თქვენი შემოსული გადასახადებით, თქვენი ეკონომიკით გაუძახით თქვენ თავს. ეგ ვერ მოხდება ეგრე და თბილისი ამ შემთხვევაში არათანაბარი სასტარტო პირობებით დაიწყებს. მე მესმის მუნიციპალიტეტებს შორის შეიძლება იყოს კონკურენცია, ვინ უკეთეს ინვესტიციას მოიზიდავს, ვის რა პოტენციალი აქვს, მაგრამ ეს უნდა იყოს მეტნაკლებად თანაბარი სასტარტო პირობებით და როდესაც ვფიქრობთ რა შეიძლება იყოს თვითგანვითარების მექანიზმის ჩამთველი, რამ უნდა ჩართოს. ჩემი გაგებით ეგ ეფუძნება სამ რამეს: დემოგრაფია, განათლება, ეკონომიკა. თუ დემოგრაფიული პოლიტიკა არ აქვს და მოსახლეობა არ გვყავს, მაშინ განათლება და ეკონომიკა შესაბამისად არ არსებობს. მაგრამ თუ მოსახლეობას განათლება არ აქვს, ისინი არ ცხოვრობენ, ისინი უბრალოდ არსებობენ და განათლებას ვერ ვიღებთ კარგი ეკონომიკის გარეშე. ჩემი გაგებით ეგ არის საათის სამი მექანიზმი, რომელიც ერთდროულად როგორმე უნდა ამუშავდეს, რომ დემოგრაფიული პოლიტიკით, განათლებით და ეკონომიკით მერე რაღაც ინოვაციური პროდუქტი შევქმნათ. თვითმმართველობას ტექნოლოგიურ განვითარებას სჭირდება ინვესტიცია. იმიტომ რომ ჩვენ თუ დავხედავთ ჩვენს ექსპორტ-იმპორტის მონაცემებს, შევხედავთ რომ იმპორტზე შემოგვაქვს ტელეფონები, კომპიუტერები, მანქანები, ისეთი ტექნიკა, რომელსაც არის მეცნიერებადტევადი, ინოვაცია და კაპიტალტევადი არის, მაგრამ გაგვაქვს ფეროშენადნობები, ნახევარფაბრიკატები, ღვინო, თხილიც კი ისეთი გაგვაქვს, რომელიც დამუშავებელია, შემდეგ შოკოლადი შეიძლება იწარმოოს თურქეთში, იტალიაში და მერე შოკოლადი შემოგვაქვს. ამიტომ აქვს დემოგრაფიასთან ერთად განათლებას მნიშვნელობა, რომ რაც უფრო მეტი ილია ჭავჭავაძე დაიბადება, ნიკო ნიკოლაძე დაიბადება და მათ შესაბამისი განათლება ექნებათ, გაჩნდება ეკონომიკური ინოვაციები და ჩვენ როგორმე უნდა მოვიპოვოთ ჩვენი ნიშა, როგორც დავუშვათ ამ შემთხვევაში ტაივანს აქვს, რომ მიწოდების გლობალურ ჯაჭვში ჩავჯდეთ, რომ საჭირო ვიქნეთ, თორე იმ შემთხვევაში თუ მხოლოდ იმპორტ დამოკიდებულები ვიქნებთ და მიწოდების გლობალურ ჯაჭვში მსოფლიოს ვერაფერს შევთავაზებთ, რაც საჭირო იქნება, ცალსახად ეს მერე დამოუკიდებლობის გარდაუვალ საფრთხეს ქმნის, იმიტომ რომ ამით დავკარგავთ ჯერ ეკონომიკურ ბერკეტებს გადავცემთ ალბათ
რაც მოხდა 2012 წლიდან რომ ჩვენი ეკონომიკური ბერკეტებზე მანიპულაციის საშუალება გადავეცით რუსეთს ცალსახად გაიზარდა 2012 წლიდან დღემდე და თითქმის გაუთავდა და ერთ მომენტში გადაასწრო კიდეც ევროკავშირთან ვაჭრობის მაჩვენებელს და დღეს იქიდან თითს გვიქნევენ და გვეუბნებიან იმას რომ თუ თქვენ ევროკავშირისკენ გაიხედავთ თქვენს მწვანილს ვეღარ გაყიდით მაგრამ ასე გვიყურებს ჩრდილოეთი მეზობელი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსიც მიცეს მე მგონი ქუთაისის მწვანილს რომ მწვანილის ქვეყანა უნდა ვიყოთ ხაჭაპურის ქვეყანა და სპორტის ქვეყანა უნდა ვიყოთ, როგორც გითხრა ირაკლი კობახიძემ, რომ ერთადერთი სფერო, სადაც ქართულმა დროშამ უნდა იფრიალოს, ეს არის სპორტი და მე შემრცხვა. ეს არის ტრაგიკული, როდესაც ქვეყნის ფორმალურად პირველი პირი ამას ამბობს. ამიტომ გჭირდება სპორტს ნუ დავაკნინებთ, იმიტომ რომ სპორტსაც აქვს თავისი იდენტობის ნაწილი და მაჩვენებელი და სპორტი. არა, რა თქმა უნდა, იდენტობის ერთ-ერთი ერის გამაერთიანებელი რაც შეიძლება იყოს, ეგ ფეხბურთი არის მაგალითად ყველაზე, მაგრამ კი არ ვაკნინებ, არ შეიძლება რომ ერთადერთი სფერო მეტი ამბიცია არ გაგაჩნდეს და მხოლოდ სპორტში გქონდეს ამბიცია იმის რომ ქართული დროშა აწიო. ამიტომ ყველაფერი კავშირშია, მოკლედ ყველაფერი ჩართულია. ქვეყნის განვითარება იწყება ოჯახებიდან. საზოგადოების წევრები რო ვართ ჩვენ, ეს არის სუვერენიტეტის გაზიარება. რაც უფრო დიდ ჭრილში უყურებთ ამას, მაგალითად ქვეყნის მასშტაბით, უფრო ნაკლებად სუვერენულები ვართ. მაგრამ როცა ვსაუბრობ თვითმმართველობაზე და 3 მილიონი ადამიანის მაგივრად წელს 10,000 კაცი, 20,000 კაცი რაღაც საჭიროებას ადგილზე რა ჭირდება, რა გააკეთოს, როგორ შეიქმნას ცხოვრების უკეთესი პირობები, ეს უფრო მეტი სუვერენულობაა და თავისთავად ეს აისახება შემდეგ ეკონომიკაზეც და ინოვაციაზეც, განათლებაზე და დემოგრაფიულ პროგრესზეც. ქუთაისი დაცარიელდა ახალგაზრდებისგან, ალბათ იმიტომ, რომ ნაკლებ შესაძლებლობები გვაქვს ქუთაისში. თავშეყრის ადგილებიც ნაკლებია სამწუხაროდ და ამიტომ ძალიან იშვიათ დღეებში გვიწევს ახალგაზრდებს ერთად ყოფნა. ცოდნის მისაღები სფეროები ვამბობ სკოლის გარეთა არის ძალიან ცოტა. და შესაბამისად აქტივობებიც ძალიან ცოტა არის და ამიტომ გვიწევს რომ სხვადასხვა ქალაქებში გადავნაწილავთ. ბევრს გვინდა ისეთ ფაკულტეტებზე ჩაბარება, რაც სამწუხაროდ ქუთაისში არ გვაქვს. ქალაქს მივაქცევდი მეტ ყურადღებას, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი ადგილებია, რომელიც ძალიან დაბინძურებულია და ეგ გვაწუხებს ყველას ძალიან, თუმცა ამას არავინ არ აქცევს ყურადღებას. როდესაც ვსაუბრობთ ქუთაისის პრობლემებზე, რა თქმა უნდა, პირველი გვახსენდება ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები. ინფრასტრუქტურა, რომელიც არც ინკლუზიური, არც ადაპტირებული და ხშირ შემთხვევაში საბაზისო გადაადგილების საჭიროებებსაც ვერ აკმაყოფილებს და ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც ამ ქალაქში გადაადგილდება, წარმოადგენს გამოწვევას. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც მოუგვარებელი რჩება წლიდან წლამდე ქუთაისში, ეს არის მოქალაქეთა ჩართულობა, ახალგაზრდების რეალიზება, გამომდინარე იქიდან, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია, არ არის ახალისებული ახალგაზრდების გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა და ახალგაზრდებს ხშირ შემთხვევაში, სწორედ იმიტომ, რომ მათი ხმა არ ისმის, უწევთ მიიღონ გადაწყვეტილება დატოვონ ქალაქი, წავიდნენ საკუთარი თვითრეალიზებისათვის სხვა სივრცეებში, სხვა ქვეყნებში ან სხვა მუნიციპალიტეტებში. ჩვენ ბევრს საუბრობთ დეცენტრალიზაციაზე და სამწუხაროდ ჩვენ გვჭირდება რევოლუციური მიდგომა. ის გაგება, რაც თუნდაც თანამედროვე მსოფლიოში არსებობს დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებით არ არის საკმარისი. ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს. ხშირად ტელევიზიიდან, პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ტელევიზიების მხრიდან, ექსპერტების მხრიდან გვესმის, რომ ცენტრს უნდა კონდეს უფლებამოსილებები და ის უფლებამოსილებები, რაც დარჩა, უნდა გადავცეთ ადგილობრივ ხელისუფლებას. სწორია, ეს ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს ეხება ცენტრალური ევროპის სახელმწიფოებში, განსაკუთრებით ფედერაციული და რეგიონალური ტერიტორიული მოწყობის მქონე სახელმწიფოებში, მაგრამ ჩვენ გვჭირდება რევოლუციური მიდგომა. რევოლუციური მიდგომა გულისხმობს შემდეგს. ჩვენ ცენტრიდან კი არ უნდა წამოვიღოთ უფლებამოსილებები და გადავცეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, არამედ ყველაფერი, რაც შეიძლება ადგილზე მოგვარდეს, ადგილობრივი მოსახლეობის და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შერჩეული პოლიტიკოსების მიერ იქნეს გადაწყვეტილი, ყველაფერი უნდა გადაწყდეს ადგილზე და რაც დარჩება უფლებამოსილებები, რისი კომპეტენცია, შესაძლებლობაც და ინსტიტუციურად ვერ გამართავს პასუხისმგებლობას, ის უნდა დარჩეს ცენტრს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ქვეყნის თავდაცვა და უსაფრთხოება, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი პირველ რიგში ძალაუფლების ათვლა უნდა დაიწყოს
ადგილობრივი ხელისუფლებიდან ძალაუფლების ათვლა უნდა დაიწყოს ადგილზე და მნიშვნელოვანია გატარდეს შემდეგი რეფორმები. ხშირად საუბრობენ აი სკოლები უნდა გადავცეთ ადგილობრივ ხელისუფლებას. ჯანდაცვის და სოციალური საკითხების მოგვარების საკითხები უნდა გადავცეთ ადგილობრივ ხელისუფლებას და ასე შემდეგ. არა, ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ ერთ რამეზე. საფუძველი და საძირკველი ჩაუყაროთ რეალურ დეცენტრალიზებულ მმართველობას, რომელიც დაფუძნებულია 4 პრინციპზე. ეს არის პოლიტიკური, ადმინისტრაციული, ფისკალური და ეკონომიკური პრინციპები. პოლიტიკური პრინციპი არის შემდეგი, რომ მათ რეალური პოლიტიკური გავლენა უნდა ჰქონდეს. მათ ადგილზე აირჩიონ საკუთარი წარმომადგენლები, რომელსაც რეალური პოლიტიკური გავლენა ექნება და მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება დაუპირისპირდეს კიდეც ცენტრალურ ხელისუფლებას. ან საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულ პოზიციას და აზრს, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს ესა თუ ის საკითხი. რაც შეეხება ფისკალური საკითხი. ფისკალურ საკითხში მნიშვნელოვანია ბიუჯეტი. დღეს ჩვენ რეალურად გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის ანუ მუნიციპალიტეტების ისეთი ბიუჯეტები, რომელიც ფორმალურია და წლიდან წლამდე ამ ბიუჯეტის შინაარსი და დანიშნულება არ იცვლება. რეალური ბიუჯეტი უნდა იყოს დაფუძნებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებაზე და მუნიციპალიტეტს რეალურად უნდა შეეძლოს ამ ბიუჯეტის განკარგვა და არა ისე, როგორც მას პარტიული ინტერესი ან ცენტრალური ხელისუფლება უკარნახებს. რაც შეეხება ადმინისტრაციული საკითხები. ადმინისტრაციულ საკითხებში პოლიტიკურ ადმინისტრაციულ საკითხებში, როგორც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის რეალურად არჩევნები და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების როლის გაზრდა და მისი პოპულარობის გაზრდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შემცირდეს ბიუროკრატიული ხარჯები, შემცირდეს ადმინისტრაციული ხარჯები, ხოლო ადმინისტრაციას ადგილობრივ დონეზე შეეძლოს ინდივიდუალურად მიიღოს გადაწყვეტილება, თუ როგორი მართვა-გამგეობის ორგანოების შექმნა ჭირდება, როგორი მმართველობის სისტემა ჭირდება, როგორი უნდა იყოს ის მოქნილი. ხშირ შემთხვევაში ცენტრალური ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიები ამას მხოლოდ ხელისუფლებას ვერ დავაბრალებთ, სხვადასხვა ხელისუფლების დროსაც კი არ ენდობოდნენ ადგილზე გადაწყვეტილების მიღებ პირებს. პრობლემა იყო ეს. შეიძლება ადგილზე გადაწყვეტილების მიღება პირებმა ბევრი შეცდომა დაუშვას, მაგრამ ცენტრალურ ხელისუფლებებსაც ხშირად დაუშვია შეცდომები. მათ შორის ისეთი შეცდომები, რომლის გავლენაც დღეს ჩვენ სამწუხაროდ გვაფერხებს. ეს იქნება ევროინტეგრაციის გზა, რეალური დეცენტრალიზაცია, ქვეყნის უსაფრთხოება თუ სხვა. აქედან გამომდინარე, საბოლოო ჯამში ადმინისტრაციული მმართველობა უნდა იყოს სრულად დამოუკიდებელი, ნაკლები ბიუროკრატია და მართვა-გამგეობასთან დაკავშირებულ საკითხებში უნდა იყოს დამოუკიდებელი. ამას აუცილებლად დაჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის თავში საქართველოს კონსტიტუციაში წერია როგორი უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობა, მისი პოლიტიკა და მისი ტერიტორიული ორგანიზება. და ბოლო საკითხი ეკონომიკა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურად დამოუკიდებელი იყოს. მათ შორის მას შეეძლოს ისეთი გადასახადების შემოღება, რომელიც გააძლიერებს სოციალურ-ეკონომიკურად ადგილობრივ თვითმმართველობას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მან შექმნას ისეთი პოლიტიკური კონტექსტი, სადაც ინვესტიციების მოზიდვა იქნება. დღეს ჩვენ ვიცით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ფაქტობრივად ეკონომიკის სამინისტროს და ცენტრალური ხელისუფლების გარეშე თითქმის არ შეუძლია მოიზიდოს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო პირდაპირი ინვესტიციები. ჩვენი კონკრეტული, ასე ვთქვათ, სფეროს, ეს იქნება ენერგეტიკა, ეს იქნება სოფლის მეურნეობა, ტურიზმი თუ სხვა. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ რეალური ეკონომიკური თავისუფლება ჰქონდეს ადგილობრივ თვითმმართველობებს, რათა მათ შეძლონ ეფექტური განვითარება და საზოგადოების ინტერესზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელება. ეს 4 პრინციპი: პოლიტიკური დამოუკიდებლობა, ადმინისტრაციული თავისუფლება, ფისკალური შესაძლებლობები და ეკონომიკური თავისუფლება რეალურად დაუდებს საფუძველს, რომ საქართველოში იყოს რეალური დეცენტრალიზებული მმართველობა და უფლებამოსილებები უნდა გაიმიჯნოს ადგილობრივი ხელისუფლებიდან და ის რაც მათ არ ხელეწიფებათ, ვერ ხელეწიფებათ მისი განხორციელება, დანარჩენი უნდა შეასრულოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ. ძლიერი თვითმმართველობა ნამდვილად არის ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი და ამას ადასტურებს არაერთი ევროპული ქვეყნის მაგალითი, განსაკუთრებით იმ ქვეყნების, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახდნენ ევროპული თანამეგობრობის წევრები, ასევე ევროკავშირის წევრები და ჩვენ ნახეთ, რომ იქ განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები ადგილობრივი თვითმმართველობის და რაც თავარია, უშუალოდ თემების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღებაში გახდა ერთ-ერთი ამოსავალი აი ამ მუნიციპალიტეტების თუ სხვა ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული ერთეულების სიძლიერისა. პირველ რიგში ის რაც უნდა გაკეთდეს რეფორმის ფარგლებში არის ის, რომ გაიზარდოს თვითონ მუნიციპალიტეტების
ფინანსური შესაძლებლობები, რესურსები. ამისათვის საჭიროა რომ გაიზარდოს ნდობა ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ, ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ, ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან და რეალურად ამოქმედდეს სუბსიდიარობის პრინციპი, რომელიც ასევე არის ევროკავშირის ერთ-ერთი ღირებულება. სუბსიდიარობა გულისხმობს, რომ პრობლემა, რომელიც შეიძლება გადაიჭრას ადგილობრივ დონეზე, არ უნდა ავიდეს ცენტრალურ დონეზე და სწორედ იქ უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ ადგილობრივი მოსახლეობის გარდა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა არავინ არ იცის რეალურად რა უჭირს მუნიციპალიტეტს და როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაწყვეტა. ძალიან ბევრი კარგი გზა არსებობს. ჩვენ საერთოდ გვახასიათებს ის, რომ კანონები არ გვაქვს ცუდი, მე არ გულისხმობ ბოლოდროინდელ ცვლილებებს, რომლებიც აბსოლუტურად ამოატრიალა ქართული საკანონმდებლო სივრცე, მაგრამ ის კანონები, რომლებიც იყო მიღებული, თქვათ 2014-ში, 16-ში და ცოტა უფრო გვიანაც საკმაოდ კარგად და გამართულად არეგულირებს ძალიან ბევრ სფეროს. მათ შორის ჩვენ გვაქვს მიღებული დეცენტრალიზაციის სტრატეგია, რომელშიც სადღეგრძელოსავით ძალიან ლამაზად და კარგად არის გაწერილი სწორედ აი ეს 4 პრინციპი, რომელიც უნდა იყოს თვითმმართველობისთვის: პოლიტიკური, ადმინისტრაციული, ფინანსური და ეკონომიკური დამოუკიდებლობა. მაგრამ რეალურად არც ერთი არ ხორციელდება. აი სწორედ ამ განხორციელებისათვის საჭირო არის ჩემი აზრით პირველ რიგში საგადასახადო ცვლილება, რომლითაც უნდა გაიზარდოს ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობები და უფრო მეტი გადასახადი უნდა შევიდეს მუნიციპალურ ბიუჯეტში, იმიტომ რომ მუნიციპალიტეტი არის ის ერთეული, რომელიც უშუალოდ მოქალაქეს ადგილობრივ მაცხოვრებელს აწვდის სერვისებს და მუნიციპალიტეტს ამისათვის უნდა ქონდეს თავის საკუთარი ფული, რომ თვითონ გადაწყვიტოს, რომელი სერვისები განავითაროს, რომელი სერვისები შეიძლება დაიგეგმოს უფრო მომავლისთვის, რა სისწრაფით და როგორი ხარისხით უნდა მიეწოდოს მოსახლეობას, ეს ყველაფერი უნდა გადაწყდეს მოსახლეობასთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები არის გასატარებელი ასევე კულტურის და კულტურული ძეგლების მიმართულებითაც. ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ არ ვენდოთ ადგილობრივ მოსახლეობას და ჩავთვალოთ, რომ მხოლოდ ცენტრალური დონიდან, კულტურის სამინისტროს დონიდან უნდა ხდებოდეს ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლების მართვა, როგორც არის თუნდაც გელათი. ჩვენ ხედავთ რა ხდება დღეს გელათში და გელათი უბრალოდ მსოფლიოში ცნობილი ისტორიული ძეგლია, თორე ძალიან ბევრი სხვა ძეგლი ისე ჩუმად ინგრევა და ნადგურდება, რომ ამას ჩვენ ვერც ვხედავთ და არც ვიცით. იცის მხოლოდ ადგილობრივმა მოსახლეობამ, იმ სოფლის მოსახლეობამ, სადაც ეს ძეგლი მდებარეობდა სამწუხაროდ. ამიტომ მე ვთვლი, რომ აუცილებელია მართვაშიც გადაეცეს ადგილობრივ მოსახლეობას გაცილებით უფრო მეტი უფლებამოსილებები. იქნება ეს კულტურული ძეგლების მოვლა-პატრონობის მიმართულებით, თუნდაც მათთან დაკავშირებით გარკვეული საჯარო კერძო პარტნიორობის პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით, რომ ამ ძეგლებმა სიცოცხლეც გაიხანგრძლივოს, მათი რეაბილიტაციაც მოხერხდეს და მათი როგორც ტურისტული ობიექტების დატვირთვაც გაიზარდოს და ამას სარგებელი მოუტანოს პირველ რიგში მუნიციპალიტეტს. მნიშვნელოვანი ასევე განათლების თემაც. ჩვენ ბევრ რეგიონში გვაქვს უნივერსიტეტები, რომლებიც ისევ და ისევ ცენტრზე არიან დამოკიდებულები, ცენტრიდან ხდება მათი მართვა და პოლიტიკური ზეგავლენა სწორედ უნივერსიტეტების დონეზე ძალიან მწვავედ ჩანს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ უნივერსიტეტების ბიუჯეტებიც, ამ უნივერსიტეტების მართვაც მთლიანად იყოს გადაცემული ადგილობრივი თვითმმართველობის ხელში. ბუნებრივია, რომ იქ იქნება კურიკულუმი, იქ იქნება პროგრამა, იქ იქნება ზოგადი განათლების პოლიტიკა და სტრატეგია. ეს, რა თქმა უნდა, ცენტრალურ დონეზე დარეგულირდება, მაგრამ რაც შეეხება უშუალოდ მენეჯმენტს, ეს უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივა. ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ რეგიონული პოლიტიკა უნდა შევიმუშაოთ, ამაზე წლებია მიმდინარეობს ლაპარაკი, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ეფექტური რეგიონული პოლიტიკა არ გვაქვს. ამის გარეშე წარმოუდგენელი არის მუნიციპალიტეტების განვითარება. არ არის აუცილებელი, რომ რეგიონულ დონეზე იყოს დამოუკიდებელი ხელისუფლება, მაგრამ რეგიონული განვითარების გეგმა, წყობრი, ეფექტური გეგმა აუცილებლად შესამუშავებელი არის და აუცილებლად არის განსახორციელებელი. სამწუხაროდ მოსახლეობის ჩართულობა აღარ არის პრიორიტეტი ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისთვის. პირიქით, მათ შემოიღეს ისეთი რეგულაციები, რომლითაც ნებისმიერი სახის ჩართულობა ადგილობრივი თემების, არასამთავრობო ორგანიზაციების უკვე არასავალდებულო არის გადაწყვეტილების მიღებაში, იმ კანონებთან ერთად, რომელიც პირდაპირ კრძალავს გარკვეული ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და ფუნქციონირებას, ეს ნიშნავს იმას, რომ მთლიანად მოსახლეობის ხმა, ადამიანების ხმა, მოქალაქეების ხმა, ვინც უნდა მიიღოს ეს სერვისები მუნიციპალიტეტებისგან, თუნდაც ცენტრალური ხელისუფლებისგან, უკვე დაკარგულია, აღარ ისმის და აღარავის აღარ აინტერესებს. ჩვენ პარტიას ფედერალისტები ქვია და თვითონ სახელი მიუთითებს იმაზე, თუ რას ვხედავთ ჩვენ გამოსავლად. ჩვენ გამოსავლად ვხედავთ ფედერალურ მოწყობას. ფედერალური მოწყობა არ ნიშნავს ქვეყნის
ნიშნის მხოლოდ რაღაცა გეოგრაფიულ რაღაც მიწებად დაყოფას, ეს არის ჰორიზონტალური და ვერტიკალური დეკონცენტრაცია ძალაუფლების, რაც ნიშნავს მეტგაწონასწორებას, მეტშეკავებას და მეტად დაცულ ადამიანის სიცოცხლეს, მეტად დაცულ ადამიანის უფლებებს და მეტად გათვალისწინებულ სურვილებს. აი ამას ნიშნავს. ხშირად ჩდება ხოლმე კითხვა, აი ხო არ გამოიწვევს ფედერალიზმი ქვეყნის დეზინტეგრაციას? არა, ეს არის სრული სისულელე, იმიტომ რომ საკონსტიტუციო წესრიგი, თავდაცვა, საგარეო პოლიტიკა, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა, ეს ყველაფერი ბუნებრივია ცენტრალური ფედერალური მთავრობის ხელში რჩება, ხოლო რაც შეეხება სოციალურ საკითხებს და ვთქვათ იქ ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ეს ჩამოდის შესაბამის დონეებზე. ჩვენ სუბსიდიარობის პრინციპის გვჯერა და ჩვენ გვჯერა, რომ ქუთაისლების პრობლემები ქუთაისლებმა უნდა გადაწყვიტოს. ეს რასაკვირველია, თბილისის როლს არ გამორიცხავს და ცენტრალური ხელისუფლების როლს არ გამორიცხავს, მაგრამ ეს როლი არის შეზღუდული. იმდენად შეზღუდული, რომ ვერ მოხდეს ისე, რომ ქუთაისის მთავრობა რეალურად ცენტრალური ხელისუფლების ინტერესებს ემსახურებოდეს და ნაცვლად იმისა, რომ ქუთაისლებთან იყოს ანგარიშვალდებული, ცენტრთან ვთქვათ, აგზავნიდეს რეპორტებს და ამას ჩვენ ხშირად ვაწყდებით, აი ჭიათურაში ეს ძალიან კარგად გამოჩნდა, როდესაც ვთქვათ, აი ინფრასტრუქტურული პროექტის გამო ხალხს მიწები ჩამოუწვა, ხო? ჩვენ იქ ვნახეთ ადგილობრივი ხელისუფალი, რომელიც რეალურად ცენტრალურ ხელისუფლებას წარმოადგენდა იმ ხალხთან, რომელსაც თავისი საცხოვრებელი დაერგვა. ჩვენი პასუხი ამ სისტემურ ავადმყოფობაზე არის რადიკალური დეცენტრალიზაციის რეფორმა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ნებისმიერ დასახლებას, სადაც 25,000-ზე ზემოთ მაცხოვრებელი ცხოვრობს, ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ თვითმართველი ერთეულის სტატუსი მოიპოვოს და მიიღოს ფისკალური დამოუკიდებლობა და თვითონ განკარგოს თავის ვთქვათ თვითმართველ ერთეულში საცურაო აუზს ააშენებს, მოედანს ააშენებს, სკოლას გაარემონტებს, თუ ტყეში ჰამაკებს ჩამოკიდებს. ანუ ის რაც მათ სჭირდებათ, ის რაც მათ ეხებათ, ის რაც მათ შვილებს, ანუ ეს ხო ყველაზე კარგად ადგილზე იცის ხალხმა და რეალურად ხშირად ისმის ხოლმე კიდევ ერთხელ უნდა განმეორდე ეს შიშები იმასთან დაკავშირებით, რომ ხო არ გამოიწვევს ეს ქვეყნის დეზინტეგრაციას. პირიქით არის, ანუ არსებობს ილია ჭავჭავაძის წერილები, ბისმარკს ციტირებს ის ერთგან და ამბობს, რომ პირიქით, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა თვითონ მართავს თავის თავს, გაცილებით უფრო მეტად გრძნობს იმ საერთოს ნაწილად თავს და თავსმოხვევლად არ გრძნობს დღის წესრიგს და პირიქით, გაცილებით უფრო მეტად უწყობს ხელს ძლიერი თვითმმართველობა ინტეგრაციას, როდესაც ადგილობრივ ადამიანებს თავისი თავით თვითონ ეკუთვნით, თავის ბედს თვითონ განკარგავენ და პირიქით უკმაყოფილებას არ იწვევს თბილისიდან თავსმოხვეული ნება, რომელიც ხშირად მერე უკვე საერთოდ ადგილობრივი მოსახლეობის ძალის დაკარგვაში და ფასის დაკარგვაში, ხმის დაკარგვაში გამოიხატება. ფედერალისტების მოდელით სამდონიანი თვითმმართველობა შემოდის, ერთი ანუ ფედერალურ დონეზე გადაწყდება ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, საკონსტიტუციო წესრიგი, თავდაცვა, კანონის უზენაესობა, შემდეგ უკვე სამხარეო დონეზე ჩამოვა სოციალური საკითხები, ჯანდაცვასთან დაკავშირებული საკითხები, განათლებასთან დაკავშირებული საკითხები, ხოლო უკვე მუნიციპალიტეტების დონეზე ჩამოვა ყველანაირი ინფრასტრუქტურული პროექტი. ეხლა, როდესაც ჩვენ ფისკალურ დამოუკიდებლობაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, რომ ყველა რეგიონი, ყველა სოფელი ერთნაირად ვერ გამოიმუშავებს, მათ შორის ობიექტური მიზეზების გამო. ზოგი ვთქვათ, პორტთან არის ახლოს, ზოგი შეიძლება საკურორტო ზონაა და ბუნებრივია, რომ მეტ ფულს წერს. მაგრამ ცხადია, რომ ეს გათვალისწინებული იქნება. დღეს, როდესაც ცენტრი ტრანსფერს აძლევს ამა თუ რეგიონს, აძლევს წმინდად პოლიტიკური ნიშნით, ანუ თუ მათ მეტად ადგება, მეტი ხმა მიაქვს ცენტრალური ხელისუფლებისთვის და მართველი პარტიისთვის, მაგ შემთხვევაში შეიძლება მეტად დაფასდეს. ესეც შესაძლებელია, იმიტომ რომ გასაგებია, რომ რაღაც რეგიონებს თბილისიდან დახმარება და ცენტრალური ბიუჯეტიდან დახმარება დასჭირდებათ, მაგრამ ესეც უნდა იყოს ბიბმული ობიექტურ ფორმულაზე და განსაზღვრული იყოს წინასწარ და არ განსაზღვრებოდეს იმის მიხედვით, რამდენად ასიამოვნებს ესა თუ ის რეგიონი იქნება თუ სოფელი მართლ პარტიას, რომ შემდეგ მართლი პარტიისთვის მიტანილი ხმები დაუფასონ და სინამდვილეში არა ადამიანების თავისუფალი არჩევანი, არამედ მათი მორჩილება ფასობდეს, რაც ბუნებრივია შემდეგ უკვე მათი ცხოვრების ხარისხსაც აუარესებს. იმისთვის რომ ეს ქვეყანა გამდიდრდეს და წინ წავიდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა საქართველოს ყველა მოქალაქე ჩართული იყოს ამ ქვეყნის მოძრაობაში, ამ ქვეყნის დოვლათის შექმნაში. და ეს ვერ მოხდება თუ პოლიტიკური პროცესი ცოცხალი არ გახდა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და საქართველოს ყველა მოქალაქემ არ იგრძნო პოლიტიკურ პროცესში და ცვლილებების პროცესში ჩართულობის ფასი. ამისთვის საჭიროა რეალური თვითმმართველობა, ანუ ამისთვის საჭიროა ამ ადამიანებს ადგილზე რეალური ძალა ქონდეს იმისთვის, რომ მე ამ ძალით ისინი ქვეყნის საერთო საქმეს გამოადგნენ, საერთო დოვლათის შექმნან და საერთო გამდიდრებას შეუწყონ ხელი.
ანუ რეალურად ძლიერი თვითმმართველობა და ძლიერი საზოგადოება ეკონომიკურათაც და ინტელექტუალურად განვითარებული საბოლოო ჯამში უფრო ძლიერ ქვეყანას ქმნის და აი ამ შემთხვევაში რამდენად მოდის ინიციატივები, ეგეც არის საინტერესო, თქვა საზოგადოებიდან. რამდენად ჩდება იდეები, გასაგებია რომ თქვა ცენტრალური ხელისუფლების გამო შეიძლება ეს ყველაფერი არ განვითარდეს, მაგრამ თავად საზოგადოება რამდენად არის აქტიური ამ პროცესში. ნუ და რამდენად აქვს ცნობიერებული, რომ თვითმმართველობა იქნება მაგათთვის კარგი. ქვეყანას უნდა ქონდეს თვითონ როლი და ქვეყნის მასშტაბზე ალბათ კიდევ უფრო მარტივი ახსნელია ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომ ქვეყანას როლი სჭირდება. რეგიონში არსებობ, შენი როლი უნდა ქონდეს, მსოფლიო გეოპოლიტიკურ უკაზე დევხარ, რაღაც როლი უნდა გაგაჩნდეს. ზუსტად იგივეა, უბრალოდ ჩაშლილია ეს რეგიონებამდე. პრინციპი მაინც ერთი და იგივე არის და ჩვენი გაუცება ზუსტად ამაშია, როგორ ვერ მოხდა თუ არსებობს ამის პოლიტიკური ნება, როგორ ვერ ხერხდება ამდენ შესანიშნავთან ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულ რეგიონებს, რომლებიც საქართველოში ვერ მოეძებნა როლი. აი ეს უროლოდ უფუნქციოდ დარჩენილი ქალაქები თვალშისაცემია თუ გაივლით და იმერეთის სხვა ქალაქებში შეხვალთ, 1-2 ნამდვილად ისეთია, სადაც შესანიშნავი ფილმი გადაიღებოდა საშინელებათა ჟანრიდან. სრულიად დაცლილია და ალბათ 4 საათის მერე გავლა ცოტა უცნაურიაც არის ეგ. როგორც ქვეყანა სჭირდება როლი, ასე ნებისმიერ რეგიონს, ნებისმიერ ქალაქს, ნებისმიერ დაბას, ნებისმიერ ქალაქს და სოფელს სჭირდება მსგავსი როლი. რაც შეეხება კარგი არის თუ არა თვითმმართველობა და დეცენტრალიზება. კარგია, იმიტომ რომ საფიჩხიაზე ნატურა რო გამოსაცვლელია, ამას შეეკითხები არა ცენტრს, არამედ აქვე გადაწყვეტ ქუთაისშივე, პარალელურ ქუჩაზე გადაწყვეტ ამ ამბავს და არა 300 კილომეტრის იქით. იმდენად არავინ არაფერს არ ეკითხება მოქალაქეს, რომ თავის ქუჩაზე გამოსაცვლელი ნატურა გადის 300 კილომეტრ გადაწყვეტილებას. აი 300 კილომეტრის იქით ზის ვიღაც, ვინც ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ალიმ ძალიან სწორად ისაუბრა აი დაცლასთან დაკავშირებით. იმერეც ყველაზე მეტად დაიწყო, აი ხუჩემაც აღნიშნა, რომ ნენელა ქუთაის უცებ რო გავიგიწოს და მე 17 ადგილას იყოს, საერთოდ არ გაგვეკვირდება ისეთი ტენდენცია მიდის. ამას რა თქმა უნდა აქ თავისი მიზეზები. არსებობს გარკვეული ქალაქები, რომლებთა მიგრაციის ხასიათი არის გარე მიგრაცია, მაგრამ იმერეთმა დააფიქსირა, რომ აი შიდა მიგრაცია, ანუ თბილისში მობილობა ყოველდღიურია. რაც შეეხება გარე მიგრაციას, სამწუხაროდ ჩვენ უკვე ვიცით კონკრეტული ოჯახები, ხო რომ ვსაუბრობ, მათ გვარები მახსენდება და სახელები და სახელები, არა ერთი, არამედ მეორე თაობის მიგრანტები არიან ამ ოჯახის წევრები და უკვე მესამე მიგრანტები ან ემზადებიან, აი ან შეიძლება ჩვენ რო ვსაუბრობთ ახლა ქუთაისის აეროპორტიდან ვიღაც გარბის ამ ქალაქიდან. რაც რა თქმა უნდა შემზარავი არის, ხო? იცლება, სადაც იცლება, იქ მოთხოვნა ყველაფერი აბსოლუტურად ცხოვრების ხარისხი ბუნებრივად იკლებს, ნაცვლად იმისა, რომ ცენტრს ეზრუნა, გაეშალა სტიმულები, თუ სტიმული მოგროვდება თბილისში, გან ამაში ცუდია რაიმე, მაგრამ ეს სტიმულების არაორგანიზებული თავმოყრა მხოლოდ დედაქალაქის მასშტაბით, ეს არც დედაქალაქისთვის არ არის არაფრით კარგი. ეს სტიმულები უნდა იყოს გაშლილი. სტიმულები არის ერთადერთი რამ, რამაც შეიძლება შექმნას რეალური ინოვაცია. ინოვაცია თავისთავად დოვლაც ქმნის და შესაბამისად ეკონომიკის განვითარება ხდება. ალმა რაზეც ისაუბრა დემოგრაფიის პრობლემა, ამ პრობლემის წინაშე საქართველოს ნებისმიერი რეგიონი აქ არ არის საუბარი ქუჩაზე, რომელიმე კონკრეტულ ქალაქზე ან სოფელზე, ეს მასშტაბური, ბევრად უფრო ამის მასშტაბებს ჩვენ წლების განმავლობაში სამწუხაროდ კიდევ უფრო შემზარავ ციფრებში ვნახავთ, როცა სიკვდილიანობა გაცილებით უსწრებს შობადობას, ხო? ამიტომ რა თქმა უნდა, თუ ვინმეს კარგი უნდოდა საქართველოსთვის და ქართული ხალხისთვის, რაზეც უნდა ეზრუნა, იმიტომ რომ ეს პოლიტიკური ნების გარეშე ფიზიკურად შეუძლებელია, რაც არ უნდა ინიციატივები მოდიოდეს ხალხისგან, ხომ? აი უნდა შექმნა რეალური დეცენტრალიზება. რეალური დეცენტრალიზება ნიშნავს იმას, რომ ადამიანი არ წყდება თავის კარმიდამოს, იქ სადაც დაიბადა, არა მარტო თვითონ, არამედ მისი მშობლები, მისი ბებია, ბაბუები არ უწევს ამ ყველაფრის გაყიდვა. ახლა მაგალითად ემიგრაციაში წასულ ბევრ ადამიანს უწევს თავის ქალაქში ბინის ყიდვა მაინც. სესხით რა თქმა უნდა, მაგრამ ბინის ყიდვა მაინც. იმიტომ რომ წასასვლელად თავის დროზე იძულებული გახდა, მიგრაცია ხო რაღაც რომანტიკული პროცესი არ არის, იძულებული გახდა მამა-პაპისეული სახლი გაიყიდა. ახლა უნდა სანაცვლოდ თავის ქალაქში დასარჩენი ქონოდეს, რომ დაბრუნდეს
საუკეთესო შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენ გვინახავს უამრავი არ დაბრუნებული ადამიანები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საუკეთესო კომპანიებში მუშაობენ. ისე იგი მათი ტვინი რაღაც მნიშვნელოვან ცოდნას ატარებს და გამოცდილებას. ანუ შეიძლება ითქვას, რომ რეალურად იდეები და ინიციატივები არსებობს, უბრალოდ ამ იმდენად არ არის ამის ხელშეწყობა, რომ მხოლოდ იდეის არსებობა არ არის. უბრალოდ არ აქვთ იმედი, რომ რამე შეიძლება. ეცით როგორ რაღაც არის, აი ხშირად განსაკუთრებით ახლო ქალაქებსა და სოფლებში, სადაც უფრო მეტი შეხება შეიძლება, უფრო მარტივი შეხება შეიძლება უქონდეს, რაღაც პრობლემა რომ სახელდება, რომ აი ეს არის იდენტიფიცირებული პრობლემა და იქ მცხოვრები გიყვება. რა თქმა უნდა, იმ ადამიანმა უკეთ იცის მის გარშემო რა პრობლემებია, ხომ? თუ მას შევეკითხებით, რა მოიმოქმედა ამის საპირწონეთ, აი შემხედრი ნაბიჯი მისი რა იყო, გეტყვით რომ განცხადება დაწერა, შეეცადა გახმაურებას მედიებს მიმართა, რაღაცნაირად თემის აწევა შეეცადა, მაგრამ ეს რეალურად არსად არ მიდის, იმიტომ რომ ვისაც დახმარების სათხოვნელად მიადგება, გამგებელი იქნება, მერი არჩევით თანამდებობაზე ვსაუბრობთ თან, რომელიც უნდა იყოს ამ ადამიანების დამცველი, მთავარი დამცველი და ინტერესების წარმომადგენელი, მისგან ვერანაირ პასუხს ვერ ღებულობს და ერთხელ, ორჯერ, 10ჯერ, რა თქმა უნდა, ცდი, მაგრამ ისი ჯიუტე რომ ადამიანმა 100ჯერ სცადოს და თავისი ცხოვრების საუკეთესო წლების შესწიროს ამ სრულიად არაფრის მომცემ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში მცდელობას, ბუნებრივია ბევრს არ უღირს და მიდის უკეთესეს შესაძლებლობებისკენ. ხშირად პოლიტიკოსები გამოდიან და როცა ვეკითხებით, აი ქუთაისს როგორ ხედავთ თქვენ სამომავლოდ? ვერ ხედავთ. უმრავლესობა საუბრობს, რომ უნდა შეიქმნას ქარხნები, ფაბრიკები, ხალხი დასაქმდეს. გადასარევია, რომ ხალხი დასაქმდება და სამუშაო ადგილები ამ კუთხით შეიქმნება, მაგრამ ქუთაისს ტრადიციულად ჰქონდა საგანმანათლებლო, კულტურული, პოლიტიკური ცენტრის გამოცდილება. ჩვენ გვინდა რომ ამ კუთხითაც დაინახონ ეს ქალაქი, იმიტომ რომ ეს ამბიცია ნამდვილად აქვს ქუთაისს და მე ვფიქრობ რომ ნამდვილად ეკუთვნის.